იცით რამ ხელა შავი ხვრელი, რომელსაც ეგეთი მახსოვრობა ექნებოდა? უკვე აღარ არის ხელოვნური ინტელექტი. არა, ეს არის დრამატულად განსხვავებული. ეს არის ჩვენი სწორი. ყველა სიახლის მიმართ რელიგია იყო ყოველთვის სკეპტიკული. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლო მზე დამთავრებს არის ცხოვრება. არა, ცხოვრება სანამ დაამთავრებს ჩვენ გადაყოლაფავს, იმიტომ რომ ის გაფართოვდება და დედამიწის ორბიტას ჩაითრებს ყველა ვარიანტში. ეს გამოთვლილია. ამ შემთხვევაში ნამდვილად გჭირდება ღმერთი. იმ შემთხვევაში თუ იმეს არ წამს ის. გვინდა რომ მარტო არ ვიყოთ სამყაროში. მე თუ შენ მიყვარ ხარ იმის გამო, რომ 60-ში მინდა მოვხდე, არ მაღირსო 60. ამან შეიძლება მოიტანოს რაღაცა, რაც თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას. შეიძლება მანდ თქვენს ხობეში და ამოდი აქ წავიდეთ. ომი. რა არის ომი? ეს ჩვენ ვართ სათბურში. როგორც კი გარეთ ცხვრის გაყოფა, იქ არის ჯოჯოხეთი. რელიგია არ გვეხმარება. მეცნიერება მგუშია. აქ ვართ ჩვენ ჩაკეტილი და შეუძლებელია რომ შენი სახლი ესე გაბოსლო და რა გჭირს? მილიარდ დოლარიანი კითხვა თუ მეტი არა ხო? წმენა არის არჩევანი, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ადამიანი ირჩევს, რაიმე იწამოს თუ არ იწამოს. და ეს რწმენა მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება ერთგვარი ღუზა, რომელზეც ხარ დაბმული. და დარწმუნებული ხარ, რომ ქარიშხალი ვერსად ვერ გაგიტაცებს. მეცნიერება არის ერთ-ერთი საყრდენი კაცობრიობის, რომ გაიკვლიოს გზა აი ბნელეთში, რაც გვარტყავს გარშემო, პირდაპირ გაგებითაც ძალიან დიდი უბრსკული და ძალიან დიდი ბნელეთი გვაკრავს, პირდაპირ გაგებითაც, მაგაზე რომ დაფიქრდე ხანდახან ისეთია რა, მართლა ძალიან დამთვრუნველი შეიძლება იყოს ვინმესთვის, შეიძლება ვიღაცას პირიქით იყოს ძალიან საინტერესო და სახალისო. მოკლედ ეს ბნელეთის ოკეანე, ჩვენი სამყაროს სახით. და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება დასაყრდენი იმისთვის რომ რაღაცნაირად გავიკვლიოთ გზა. გიფიქრიათ იმაზე როგორი იქნებოდა სამყარო რწმენის გარეშე? ძალიან ძნელი იქნება წარმოდგენა ეს სამყარო რწმენის გარეშე. აუცილებელი არ არის რომ ეს რწმენა იყოს ინსტიტუციური რელიგიის მიმართ. რწმენა გაცილებით ფართია ვიდრე ნებისმიერი ინსტიტუცია, ვიდრე ნებისმიერი რელიგია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ Homo sapiens-ის არსებობის ფენომენის განუყრელი ნაწილი არის რწმენა. ის რომ ადამიანი ცდილობს შეიმეცნოს, ადამიანი კი არა ცხოველიდან დაწყებული ნებისმიერი ორგანიზმი რაღაცნაირად რაღაც დონეზე ცდილობს რომ შეიმეცნოს თავისი გარემო და მთლიანად სამყარო. და ამიტომ ეს კომპონენტები ყოველთვის არსებობდა, იმიტომ რომ ეს არის გადაჯაჭვული იგივე საღასრთან, იგივე კითხვების დასმასთან, ცნობის მოყარეობასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ჩანასახების მდგომარეობაში მეცნიერება ყოველთვის არსებობს, ანუ შეუძლებელია არსებობა და ვიღაცა შეეძლოს გადარჩეს გონებრივი არსება რაღაცა მეცნიერული მიდგომის გარეშე. როგორ ფიქრობთ, რა გადარჩენს სამყაროს რწმენა თუ მეცნიერება? საქმე საკითხი არ უნდა დაისვას ის გადაარჩენს თუ ეს გადაარჩენს. მე მგონი სამყაროს გადაარჩენს საღი აზრი და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ადამიანისა ითანამშრომლოს განსხვავებულ ადამიანთან. ეს არის გადარჩენის გზა. კაცობრიობას ელოდება კონკრეტული, კაცრად მეცნიერულად განსაზღვრული და დასაბუთებული საფრთხეები, ხო? დროის ამბავია, როდის დაგვემუქრება ესეთი საფრთხები, თორე ჩვენ ვიცით რაღაცები, მაგალითად ვიცით რაღაცები გარდაულად რომ მოხდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაგისთან ამ სიტუაციიდან რომ ჩვენი მომავალი კაცობრიობა ჩვენი შთამომავლები რო გადარჩენ, მაგას მეცნიერება მაგისთვის აუცილებელია. მაგრამ რწმენაც ალბათ აუცილებელი კომპონენტი იქნება. ალბათ არასდროს არ მოხდება, რომ კაცობრიობა რაღაცა რწმენის გარეშე რაღაცნაირად, იმიტომ რომ რაღაცა ორივე ისეთი საყრდენია რა. ეს სპეციალური გამოშვებაა. ამ ეპიზოდში ერთმანეთს შეხვდნენ რწმენა და მეცნიერება. შევეცადეთ დაგვენახა, როგორ პასუხობს თანამედროვე სამყაროს კრიზისებს ერთიც და მეორეც. ეპიზოდის გმირებს 15-მდე ბარათი დაუდეთ ასეთი თემებით: ხელოვნური ინტელექტი, ომი, სიკვდილი, სიყვარული, სასწაული.
და შევთავაზეთ ნებისმიერი აერჩიათ განსახილველად. მე თანდაოდ მაგრამ წმენით წავიდეთ პირველად. თუ წინააღმდეგ არა. მე წინააღმდეგ არა რა თქმა უნდა. პირველ რიგში მე თავი გაკასუნდა მალხასონგუაშვილი. მე მარტო წმენის ხარზე არა ვარ, მთელი ცხოვრება ვემსახურებ მეცნიერებას. ასე რომ მარტო წმენის პოზიციიდან ვერ ვილაპარაკებ. აზრს ვილაპარაკებ. დაბადებული ვარ აქ თბილისში, სწავლობდი სხვადასხვა ქვეყნებში. მე დავბრუნდისებ საქართველოში. უკვე ვასწავლი საქართველოში, ამ 30 წელი გამოდის, რაც ვასწავლი უნივერსიტეტებში, სეკულარ უნივერსიტეტებში. მიყვარს ხეტიალი. ბუნებაში, მიყვარს მოგზაურობა და მიყვარს კარგი წიგნის ყიდვა. ძალიან სასიამოვნოა. ეგ ყველაფერი მეც მიყვარს. და წმენასაც აბსოლუტურად მეც სულ არ გულისხმობ, რომ პირიქით ეს ტრანსცენდენტული მხარე კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა. ხო, მე ვარ ფიზიკოსი, ასე რომ რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი ჩარჩო არის მეცნიერული მეთოდი, მეცნიერება, მაგრამ აქ რა თქმა უნდა ეს არ არის მეცნიერული ლექცია, შესაბამისად აქ შეგვიძლია. იმედი მაქვს, რომ თავისუფლად და ბევრ რაღაცას ვისწავლი, ასე რომ ეს ორმხრივი ის არის, მოწადინება არის. დიდი მადლობა. მე გვიჩვენ ჩვენ ხომ ზადავართ ნახოთ რაც ადევს ამ ხო, ანუ სისტემა არის, რომ ნახავთ მესე გავიგე რომ უნდა ვნახოთ. ოკეი, ეს არის აი წმენაზე ამოტრიალდა პირდაპირ. საყრდენ თუ ხო, მე ცერბა მომიტრიალდა და თქვენს მე ამოტრიალდა. ხო. რეალობა ობიექტურია თუ სუბიექტური? ცხოვრების არსი. ალბათ რა არის ცხოვრების არსი? ომი. მეორედ მოსვლა. სიკეთე და ბოროტება. ეგ არაო? ეს ოვი ბოდიში. ინაღავთ საშინელი შესწორმა დაუშვი. სასწაული. სიყვარული. ომი. მეორედ მოსვლა. ცხოვრების არსი. მართლა ყველა საინტერესოა, რა ვიცი, თქვენ დაადეთ ხელი. რა ვიცი, იყოს ხელოვნური ინტელექტი. იყოს, კი ბატონო, კი ბატონო. ანუ ბურთი ჩამოეცა. ბურთი ეს თქვენი ველია. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტს აქვს უამრავი ასპექტი, მათ შორის ალბათ დარწმუნებული ვარ რელიგიურიც და სოციალური და ასე შემდეგ, ხო? და მაგრამ არის გადაკვეთა აქვს უაღრესად საინტერესო მეცნიერულ კითხვებთან, აი ერთ-ერთ ესეთ რა არის ცნობიერება? დავიწყოთ მაგიდან, ხო? ნუ ის რასაც ჩვენ ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს თითქოს არ მოითხოვს ცნობიერების გარეშე შეგვიძლია ჩვენ რაღაცას დავარქვათ ხელოვნური ინტელექტი, ნუ ახლა რაც არის ახლა ეს გავრცელებული ალგორითმები ჩვენ მათ ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა რა თქმა უნდა მათ ჯერჯერობით ცნობიერება არ გააჩნიათ, ასე ვთქვათ. ეხლა აქ უკვე პარადოქსი არის, იმიტომ რომ ვიძახით, რომ ჩვენ ვიცით, რომ მათ არ გააჩნიათ ცნობიერება, მაგრამ სიამოვნებაში ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერება. მეცნიერული განმარტება ცნობიერების, ანუ რას ნიშნავს, რომ ეხლა რატომ? ამიტომ რომ ესე იგი მეცნიერული თვალსაზრისით აზროვნების პროცესი, ეს არის ინფორმაციის პროცესირება. ხო? ინფორმაციას პროცესირება შეიძლება სხვადასხვანაირ ხელსაწყოებმა გააკეთოს. შეიძლება ასევე ეს პროცესირება იყოს აი უფრო ასე ვთქვათ ყოველდღიური, ასე ჩვენ ვეძახით აი კლასიკურ კომპიუტერებს. შეიძლება იყოს კვანტური, ანუ კვანტურ დონეზე მოხდეს ამის პროცესირება. მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, არის ეს არის რაღაცა პროცესი, რომელიც რაღაცა ინფორმაციას მიზანმიმართულად ამუშავებს. ესე იგი ინტელექტზე ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ თუ ინფორმაციის გადამუშავება ხდება მიზანმიმართულად. თორე სხვანაირად ინფორმაცია სულ პროცესირდება. ახლა ამ ოთახში ჩვენ რო შემოვეძით ეს თავისთავად ინფორმაცია შეიცავს და ასე შემდეგ, ხო? თუ ვილაპარაკებთ მაგალითად ადამიანის ტვინისნაირ ტიპის მოწყობილობებზე, ნუ ხო, თითქოს ბიოლოგები, ჩვენი მეგობრები ბიოლოგიიდან და ნეირომეცნიერებიდან თითქოს თანხმდებიან, რომ ეს რაღაცა ტიპის ნეირონული ქსელია, ოკეი? თუ ნეირონული ქსელია რაღაცა ტიპის, ხო?
ნუ მაშინ მოდით გავაკეთოთ რაღაცა ასე ვთქვათ, აზრობრივი ექსპერიმენტი. ნუ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ან ჩვენ, ან ვიღაცა ჩვენზე განვითარებულ ცივილიზაციას შეუძლია რომ ეს ნეირონული ქსელი შექმნას, ხო? ნუ ნეირონული ქსელი რა არის? ეს არის რაღაცა თავისუფლების ხარისხები, რომლებიც შეიძლება იყოს რაღაცა მდგომარეობაში, კი, არა, და ვარქვევთ მაგას ხოლმე სტანდარტულად 0-1 შეგვიძლია დავარქვათ, აღზნებული, არა აღზნებული და მათ შორის კავშირები. ეხლა თქვენ შეგვიძლია დაიწყოთ ეს ექსპერიმენტი, თქვათ რომ აი მოდი მე დავიწყებ ამ რაღაცა ნეირონული ქსელის შექმნას, რომელიც ფუნქციონირებს, ამოცანებს ხსნის ასე შემდეგ. ეხლა უკვე პრიმიტიულ ნეირონულ ქსელს ორი ნეირონიც რო კონდეს, უკვე რაღაც ამოცანა შეგვიძლია დაუსვათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ნამეტანი იქნება, რომ თქვათ, რომ ორ ნეირონიან ნეირონულ ქსელს აქვს ცნობიერება. თუმცა ვინ იცის, მაგრამ ნუ ინტუიტიურად თითქოს ჩანს, რომ რაღაცა ცნობიერება ის მაინც რაღაცა უფრო გაცილებით კომპლექსურთან არის დაკავშირებული, და ასე შემდეგ. შემდეგ რაღაცა მომენტში, ესე იგი, შეგვიძლია გავზარდოთ ამ ნეირონების რაოდენობა. ეხლა თუ ჩვენ მაგ დაშვებით მუშაობთ, რომ ის ცნობიერება, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მოდის აი ამ ინფორმაციის პროცესირების სისტემიდან და სხვა არაფერი. ეგ დაშვებაა, ეგ ხო, დაშვება, ისე ამ ტრანსცენდენტულთან არ მივიდეთ. ხო, ეს დაშვება. თუ ჩვენ ამ დაშვებით ლაპარაკობთ, მაშინ გამოდის, რომ რაღაცა მომენტში ამ ნეირონულმა ქსელმა აბსოლუტურად არაცოცხალმა, რაღაცა გაგებით, ცნობიერება უნდა მოიპოვოს. ასე იგი, რაღაცა მომენტში, რაღაცა კომპლექსურობა აღწევს ისე ზღვარს, ან რაღაცა ეფექტურობა ინფორმაციის პროცესირების, როდესაც მას გაუჩნდება ცნობიერება. ანუ თავის შეიცნობს, რომ არსებობს. ეხლა ძალიან საინტერესოა თავისთავად, ჯერ ეგრეთ საინტერესოა ეს როდის ხდება, რანაირად, რა მახასიათებლები გააჩნია. ამაზე პასუხები არ არის ცნობილი. არის ძალიან საინტერესო იდეები, უამრავი, მაგრამ პასუხები არ არის ცნობილი. როცა ცნობიერების განცდა იქნება, ჩვენ საქმე გექნება დრამატულად განსხვავებულ რეალობასთან. ხო? ეს აღარ არის უკვე აღარ არის ხელოვნური ინტელექტი. არა, ეს არის დრამატულად განსხვავებული. ეს არის ჩვენი სწორი, მინიმუმ. თუ მას გააჩნია ცნობიერება, მას უფლებები უნდა მივანიჭოთ. როგორ შეიძლება არსებობდეს ცნობიერი არსება, მაგას რა მნიშვნელობა აქვს ის კარბონზეა დაფუძნებული და სუნთქავს თუ არა, ის არის ცნობიერი არსება, მორჩა მას უფლებები გაქვს. კი ბატონო. მაგრამ ნუ მე კიდე არის რომ ის ცნობიერი არსებამ შეუძლია თუ ცნობიერების კიბე ასეთია რომ კომპლექსურობას დის, შეუძლია იმან ჩვენ ცნობიერებას გაცილებით გადაასწროს. ეგ კიდე ცალკე თემაა, ხო? მაგრამ ლაპარაკი იმაზეა რომ ჩვენ ჯერ მანდ არა ვართ, რომ გვესმოდეს რა მომენტში არ ხდება აი ესეთი გადასვლა, რაღაცა ფაზური გადასვლასაც ვიყავი ალბათ, როდესაც ცნობიერება უკვე რაღაცნაირად ხალიმდება. უაღრესად საინტერესო კითხვაა. საოცრად საინტერესო კითხვაა. კიდე ეს კითხვა გადაჭეჭული ბევრ სხვა რაღაცასთან, იმიტომ რომ აი მაგალითად, რა ვიცი ხა, მთელი ჰორიზონტი იხსნება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები გვინდა რომ მარტო არ ვიყოთ სამყაროში, ხო? და ვეძებ ძირითადად ჩვენაირ კარბონზე ნახშირწყლებზე დაფუძნებულ ტიპის პლანეტებს, აი პლანეტებს, სადაც შეიძლება პირობა იყოს, რომ შეცოცხლე იყოს და გამწარებულები ვეძებთ და რა თქმა უნდა, არაფერი სრული სიჩუმე გვაქვს პასუხად, არაფერი არ არის, რაც არის თავისთავად ძალიან დამთვრუნველია და მაგრამ შეიძლება სხვაგან უნდა ვეძებთ. დამთვრუნველი რატო არის? იმის გამო რომ ეს გასაქცევად გვინდა? რა თქმა უნდა, მაგრამ გასაქცევად გაქცევა ადრე თუ გვიან დაგჭირდება. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ვიცით რომ მაგალითად სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლოს მზე დაამთავრებს თავის ცხოვრებას. არა, ცხოვრებას სანამ დაამთავრებს ჩვენ გადაყოლაფავს, იმიტომ რომ ის გაფართოვდება და დედამიწის ორბიტას ჩაითრებს ყველა ვარიანტში. ეს გამოთვლილია. ესე იგი, მინიმუმ უნდა გადავსახლდეთ ძის სისტემაში სხვა პლანეტაზე მაგ დროს, უფრო დაშორებულზე. მაგრამ ასე რომ ეს სამწუხაროდ მოგვიწევს. ანუ ეს არ არის ოპცია, თუ ჩვენ ვაპირებთ რომ ჩვენ გაზობრიობა გავაგრძელოთ და რა უფლება გაქვს რომ არ გავაგრძელოთ. ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს მილიარდი 4 მილიარდი წელია, ხო, თუ დაახლოებით 5 დედამიწა და პირველ სიცოცხლე ძალიან სწრაფად წარმოიშვა. იქიდან მოყოლებული ჩვენ ეს სიცოცხლე მოვალეობა შეასრულა, რომ ჩვენ მოგვუყანა აქამდე. ეხლა ჩვენ რატო უნდა გავაქროთ ეს ხაზი და გავნადგურდეთ. რა თქმა უნდა გავიბნეთ სამყაროში და ნუ ეხლა ეს რა თქმა უნდა დამთვრუნველია, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი ბარიერები გვაქვს ჩვენ წინ, იმიტომ რომ ძირითადი ბარიერები არის ის, რომ ჩვენ სწრაფად ვერ მოძრაობთ.
სინათლის სიჩქარე არის მაგის ზღვარი და სინათლის სიჩქარეც კი ძალიან პატარაა ამ მასშტაბებისთვის, galaktikis მასშტაბებისთვის, 100-ობით 1000 წელიწად დაგჭირდება სინათლის სიჩქარეთაც რომ იმოძრაო. ეგ ერთი, მე სოციალურად ეს საკმარისი არა, დიო. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი. ეხლანდელი ჩვენი თანამედროვე იმით 40 რაღაც 40 10-ობით კილომეტრი წამში მოძრაობთ, ხო? ეს და ეგ თავისთავად ეგ მთელი ფილოსოფიური და სოციალური პრობლემები იქნება, იმიტომ რომ ის ჩვენ ვისაც გავაგზავნით ფაქტიურად სამუდამოდ მშვიდობებით. ეს უბრალოდ არის მისია, რომ მათ გააგრძელონ კაცობრიობა. თორე არანაირი უკავშირი და ის მან პრაქტიკულად შეუძლებელია. შენ როცა 10-ობით სინათლის წელი გაშორებს, რა უკავშირზეა საუბარი. არაფერი. ანუ ეგ თავისთავად დამთქმულია მაგ თვალსაზრისით. და მაგრამ გამოსაფხიზლებელიც უნდა იყოს კაცობრიობისთვის. და წარმოიდგინეთ, ჩვენი კაცობრიობა იმის მაგერად რომ ამას იაზრებდეს და ესე იგი მიმართული კონდეს მთელი მობილიზაცია იმისკენ რომ მართლა გადავრჩეთ, ხო? რით არის დაკავებული? ნუ აი ომის თემა ეგ არის და ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ სანამ მანდ გადავალთ, აი ისე რა გაგვექცეს ხაზი. ხო, აი ეს რო დაუბრუნდეთ ამ ინტელექტს, შეიძლება სხვა განმდობეძებდეთ. ანუ შეიძლება ესეთი ინტელექტი არ არის მაინც და მაინც იმაზე, რომ კარბონზე იყოს დაფუძნებული, რა ქვია, ნახშირწყლებზე. კი ბატონო. სხვა შორის ძალიან საინტერესო მომენტია, რომ რა თქმა უნდა, ინტელექტს აუცილებლად ჭირდება ინფორმაციის შენახვის უნარი. ანუ მეხსიერება ჭირდება. არ არის, მარტო მეხსიერება არ არის საკმარისი. პროცესირებაც არის საჭირო ინფორმაციის. ესე იგი, ერთი არის თქვენ კარგად ინახავთ მეხსიერებას, მაგრამ მე ის უნდა ამოიღოთ მეხსიერებით და აი ეს შენახვას რაც შეეხება მეხსიერების, მაგას ჩემპიონები არიან შავხრელები. აი შავხრელს აქ ვერავინ ვერ შეედრება. იქ შეიძლება შეინახო. რა თქმა უნდა, ესე იგი, ყველაზე ძლიერი შემნახავი ინფორმაციის არის შავხრელი. კი ბატონო. ნუ მარტო ინფორმაციის შენახვა არ არის საკმარისი. შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავხრელს რაღაცა გააჩნია ინტელექტი გააჩნია, მაგრამ თუმცა ვინ იცის. რაღაცა ზომის ძალიან დიდებს არა, მაგრამ აი რაღაცა ზომისას შეიძლება რაღაც პროცესირებას აკეთებ. და ნუ რაღაც ეგეთი შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ კითხვაზე პასუხი, ანუ ეს ინტელექტი რას ნიშნავს ცნობიერება, რა მომენტში გახდება ეს ხელოვნური ინტელექტის ცნობიერება და მე კიდე ეს ცნობიერება შეიძლება ცალკე პრობლემები მოგვიტანოს. კი ბატონო. იმ ხელოვნურმა ინტელექტმა, რასაც ჩვენ შევქმნით, მან შეიძლება რა ვიცი რა მოუვა თავში. ხო. ის რასაც ახალ ჩველაპარაკოთ არის ძალიან დრამატულია რა. მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ რომ ჩვენის ან არ შეგვიძლია მისი გააზრება, ამ საფრთხის გააზრება, ან არ გვინდა ეს საფრთხე გავიაზროთ. წინდელ შემთხვევაში ეს სიგიჟეები არ გვექნებოდა რა. რატო? ეს მე მგონი თქვენი სფეროა, ხო, რა თქმა უნდა. ანუ რაღაცაშია საქმე. ჩემი მხრიდან შემიძლია მე პატარა პასუხი გავცეთ, მაგრამ ეს ძირითადად მე დარწმუნება ეს თქვენი სფეროა. ანუ საქმე იმაშია, რომ ალბათ, არ ვიცი, ჩემი რაღაცა ესეთი ინტუიტიური ის არის, რომ შესაძლებელია ზუსტად ეგ, რომ ჩვენ აი ეს ვიწრო დიაპაზონი, როდესაც ჩვენ გადარჩენა გჭირდებოდა ევოლუციურად განვითარება. ამოცანა ძალიან ვიწროდ იყო დასმული, ვიწრო და არ გჭირდებოდა ძალიან ბევრი მასშტაბების გააზრება. აი ისე მაგალითად რომ მოვიყვანეთ იქ რაღაც დაუშვათ დიდ მასშტაბები, როდესაც არის, იქ უკვე მაგალითად მანძილებზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, აი ჩვენი წინაპრები ხა. კი, 1 ნაბიჯი, 2 ნაბიჯი, 3 ნაბიჯი, 10 ნაბიჯი, განსხვავება კი, მაგრამ ეხლა 10 კილომეტრს შორის და 10 კილომეტრს და 100 მეტრს შორის განსხვავებას ჩვენთვის არ არის, ხო? ანუ ესე იგი ეს ერთის მხრივ არის დალოცვა, ანუ ბლესინგი. მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება წყებილად აღმოჩნდეს. იმიტომ რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ამან ჩვენ შეგვაძლებინა შეზღუდული რეზერვებით, რომელსაც ჩვენთვის რა გააჩნია, გვაქვს სულ რაღაცა 10^11 ნეირონი თუ რაღაც, ნუ დაახლოებით ეგეთია ჩვენ ბიოფიზიკოს და მეგობრებს თუ დაუჯერებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში გაცილებ ძალიან დიდი არ აქვს. იცით რამ ხელა შავხრელი, რომელსაც ეგეთი მახსოვრობა ექნებოდა? აი ადამიანის ის რო გადავიყვანოთ ბიტებში. აი ბიტებში კაცობრიობის თუ ადამიანის. არა, ერთი ადამიანისთვის რაც აქვს მეხსიერება. შავხრელის ზომა არის 10^-27 სანტიმეტრი დაახლოებით. რომელსაც იგივე 10^-27 სანტიმეტრი. აი ეს ისევ ვანდავართ. ჩვენ კი ვიძახით ციფრს, მაგრამ სიამბლეში ვერ წარმოგვიდგენია. ეს არის აი პროტონის ზომა, პროტონის რო ხო საერთოდ წარმოუდგენლად პატარაა. ის რო გაყოთ მილიარდზე, კიდე მილიარდზე.
აი რაღაც საერთოდ დღეს არ აქვს ჩვენ ეგეთი მიკროსკოპი, რომ ეგეთი ზომა დავინახოთ. აი ესეთი არ არსებობს. მაქსიმალური ზომასაც, რასაც ჩვენ პრობირებას უკეთებთ, ეს არის 10 ხარისხად -17 სანტიმეტრი. აი ეს რაც მაგალითად გამარჩქარებელი CERN-ში, რასაც აკეთებს. ესე იგი, შესაბამისად, არც ესეთი დიდი ის არ აქვს ჩვენთვის, ხო? ამ ბუნების კანონებთან შედარებით, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაბამისად ამ ტვინმა შეძლო ის, რომ ამხელა შემეცნება გვაქვს დღევანდელი სამყაროსი. მაგის გამო, რომ რაღაცნაირად მოახერხა, რომ აღარ იმახსოვრებს, იქ არ ჭირდება 10000 მეტრია თუ 10100, აგას არ აქვს მნიშვნელობა. შეუძლია რომ რაღაცნაირად ამ ინფორმაციას გაამარტივოს და ისე შეინახოს. მაგრამ ამის გამო ჩვენ ვერ ვიაზრებთ მაგ საფრთხეს ყოველდღიურს იმას, რომ ჩვენ ვართ ამ რაღაცა ერთი ბეწო რაღაცა წერტილზე გამოკიდებული, წარმოიდგინეთ და ვართ მარტო სინამდვილეში. ჯერჯერობით ესე იგი უახლოეს გარემოცვაში ჩვენ არაფერი არ გვაქვს, არანაირი შეტყობინება არ არის, სადღაც ვინმე არის, იმპულსი არ არის. ხო, არაფერი. რაღაცა რადიო სიგნალები იყო გაგზავნილი 70-იანებში, რადიოტელესკოპები არსებობს, ეძებენ, მაგალითად ვიღაცა იქნებ დაგვიძახოს, არავინ არ გვიძახის. არა, არ გვიძახიან რატო? იმიტომ რომ სადღაც არიან ყველა ვარიანტში. ეგ თითქმის გამორიცხულია, რომ ეს ჩვენ ვიყოთ მარტო, იმიტომ რომ ნუ მეცნიერულად თუ რაღაცა ხდომილება სადღაც ხდება, აუცილებლად სხვაგასა. უბრალოდ ძალიან შორს არიან. ძალიან შორს არიან და წარაცვლებულები არიან სივრცეში და დროში. შეიძლება ჩვენამდე გადაშენდნენ, იმიტომ რომ აი ეს გააკეთეს, რასაც კი ბატონო. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ. ან მომავალში ჯერჯერობით არ არიან, ნუ რაღაც ეგეთი რა. და ამიტომ ხო, მაგიტომაც ვერ ვიაზრებთ ალბათ მაგ საფრთხეებს. ჩვენ სამყაროს მასშტაბებზე ისე ვლაპარაკობთ, ვთქვით საკარაფერია. იმიტომ რომ ამ ჩვენ ტვინს აქ ეს უნარი, რომ გაასაშუალოს. კი ბატონო. ხო, ეს ასე შეიძლება გადარჩენის ინსტინქტთან იყოს დაკავშირებული ჩვენ. რა თქმა უნდა. ხო. მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ამ ისწინაში ძალიან დათრგუნულად გზნობ ადამიანს. რა თქმა უნდა, და. ამ შემთხვევაში თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რელიგიას ზოგადად ჯერჯერობით არ აქვს სულად გააზრებული ეს საფრთხე. რადგან ეს რელიგიები, რომლებიც პრევალენტურია დღევანდელ სამყაროში, არის ძალიან დიდი ხნის. და ის საფრთხები, რომელიც ამ რელიგიებში იყო, ის საფრთხები აღარ არის, მაგრამ არსებობს რელიგიური ეთიკის პრინციპები, რომელიც მე მგონია, რომ შეიძლება გამოგვადგეს ამ საკითხებზე მსჯელობისათვის. მაგალითად, ის რაც იუდეო-ქრისტიანობაში და ისლამში არის ყველაზე ფასეული, ეს არის სიცოცხლე. და სიცოცხლის სათავე იუდეური ტრადიციიდან არის ის, რასაც ქვია ღმერთი. და ღმერთის სახელიც იაჰვეც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამიტომ რელიგიური ეთიკის პერსპექტივიდან მნიშვნელოვანი არის თითოეული სიცოცხლის გაფრთხილება. და თუკი ერთი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს თალმუდში, შეგვიძლია ვნახოთ ისლამურ ტრადიციაში, კიდე გადაგირჩენია ერთი ადამიანი და კიდე გადაგირჩენია მთელი კაცობრიობა. კიდე მოგიკლავს ერთი ადამიანი, კიდე მოგიკლავს მთელი კაცობრიობა. თუ ამ ეთიკის გამოძენძვის საშუალება იქნება, რელიგია თუ შეძლებს საკუთარ თავში ამის ძალა გამოძენძოს, თქვას რომ ეს არის სიცოცხლის საკითხი. და ამ შემთხვევაში მაშინ რელიგია დაალაგებს ურთიერთობას და შეძლებს რომ გააფართოვოს თავის წარმოდგენები. რეალურად ჩვენ ყველა რელიგია, რომელიც დღეს ამ პლანეტაზე არის ეგრეთ წოდებული axial age, ამ ღერძული ეპოქის პროდუქტი. და ამ ღერძულ ეპოქაში ეს რეალობა არ არსებობდა. ამ რელიგიების მოყვანა ამ ეპოქასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისეთივე მნიშვნელოვანი არის, როგორც სამეცნიერო ცდელობა, რომ აღმოჩენილი იყოს გამოსავალი ამ თითქმის გამაყურებელი დუმილისაგან, სიჩუმისაგან, რომელიც გვესმის დანარჩენ სამყაროსაგან. ამ ხრივ მე შეიძლება ჩემი გულუბრყვილობის გამო ფიქრობ, რომ არა მარტო მონოთეისტურ რელიგიებს, არამედ ინდურ რელიგიებსაც და რელიგიებს, სადაც ღმერთის ადგილი არ არის, არც საჭიროება არ არის. მათ შეუძლიათ რომ აქცენტი გააკეთონ სიცოცხლის აუცილებლობას და ეს შეიძლება იყოს გზამკვლევი, რომ ჩვენ შევძლოთ რელევანტურები გავხდეთ არა მარტო მომავალთან, არამედ აწყვოსთან, რომლის გარშეც მომავალი არ იქნება.
ხო, რა ვიცი, მე მაგის იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ესეთი კონსენსუსები შედგება ერთის მხრივ. რაღაცა არ ვიცი, მე მეცნიერის პერსპექტივიდან მე უფრო რაღაცნაირად მეტაქტიობას ალბათ გულუბრყვილო არის, მაგრამ რაღაცნაირად I'm რელიგიური საზოგადოებებისგან ურთიერთ იმის, რა ქვია, ასე ვთქვათ, გამონახვის უფრო მეტ აქტიურობას წესით მოველოდი, ხო, ლოგიკით. ხო, ლოგიკით, მაგრამ ნუ ალბათ ხო, არის ყველაფერს თავისი რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვაპარაკობთ იმაზე, რომ ეს რელიგიური ეთიკა და აზროვნება და თეოლოგია ჩამოყალიბებულია ამ ღერძულ ეპოქაში, ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ. და იმ ეპოქის რეალობა დღესაც ბოჭავს რელიგიას, რომ თვალი გაუსწროს სინამდვილეს და რეალობას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. საღიას საღაზე თუ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, რელიგიები პირველები უნდა იყვნენ, ვინც უნდა საუბრობდნენ თანამშრომლობაზე და ზოგადად ჩვენ როგორც homo sapiens-ი ხომ იმიტომ გადავრჩით, რომ შეგვიძლია კოოპერაცია რა. ჩვენზე დიდებიც იყვნენ, შეიძლება ჩვენზე ჭკვიანებიც იყვნენ. მაგრამ ვერ გადარჩეთ იმის გამო, რომ ეს კოოპერაცია არ შეეძლოთ. და იქნება ეს ორი იმედი მაქვს, რომ ერთი რომ ის რაც homo sapiens-ში დევს კოოპერაციის უნარი, როდესაც საფრთხეს გზნობს, იცის რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. საფრთხეს ვერ აგზნობს. ამ შემთხვევაში რელიგიას სჭირდება გამოფხიზლება და რელიგიას სჭირდება ჯერ დაალაგება ამ შიდა რელიგიური ურთიერთობებისა, რომელიც კატასტროფა არის. და მერე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენ დანარჩენ კაცობრიობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე, სიცოცხლის გადარჩენაზე. და თუ ეს იუდეო-ქრისტიანობაა, რომელიც პრევალენტური რეალობა არ კულტურული ამ ქვეყანაში, მაშინ სიცოცხლე არის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა. და აი მან საინტერესო მომენტი არის კიდე ეს მომენტია ერთი რომ ალბათ ერთ-ერთი ასე ვთქვათ მეცნიერებამ რაც შეუძლია შემოიტანოს მაგამაში უფრო რეალური გახადოს საფრთხის გააზრება. ის კი არა რომ პანიკა დათესოს, მაგრამ აი რისი თქმა მინდა ისეთ აი არ ვსგულისხმობთ. ახლა მეცნიერებამ რაღაცნაირად შექმნა ბექგრაუნდი და ეს მე მეცნიერებას არ შეუქმნა, რა თქმა უნდა, მე ამ ბექგრაუნდზე აღმოჩნდა უამრავი, რა ვიცი, ფილმები, სერიალები, მეცნიერული ფანტასტიკა, რეალური პროექტები ასე შემდეგ. ახლა ნებისმიერი ის რომ ჩართოთ, რა ვიცი, ყველგან რაღაცა სერიალია, სადაც აქედან მეზობელ გალაქტიკაში გადაფრენას არაფერი არ უნდა, დღე და ესე იგი წამების დონეზე დაფრენა წინ დაუკან და ასე შემდეგ და ამან რაღაცნაირად თითქოს შექმნა იმის განცდა, რომ ძალიან ადვილია დედამიწის ალტერნატივა მონახო. გამიგეთ რა ვთქვი? და ეს მეორე უკიდურესობა. ხო, ეს შექმნა ეს განცდა თითქოს ამ მეცნიერულ პროგრესმა და ამაზე ლაპარაკს რომ ჩვენ ახლა მარსის კოლონიზაციას რა თქმა უნდა ვაპირებთ, მაგრამ ეს კიდე გააზრებული არა გვაქვს ეს რამდენად რთული რაღაცაა. ეს არის კატასტროფულად რთული. დედამიწის ალტერნატივის მონახვა ეს არის ურთულეს და თუ ამის გააზრება იქნება რომ არანაირი ალტერნატივა ჯერჯერობით თანაფარდი ჯერჯერობით არა გვაქვს. ანუ ეს არის ჩვენი სახლი, აქ ვართ ჩვენ ჩაკეტილი და შეუძლებელია რომ შენი სახლი ესე გაბოსლო და ესე ხო ეს რაღაცა ეს ხო არ არის რაციონალური, მაგრამ აი ეს რაღაცნაირი მე მგონია რაღაც მენტალური ეს მომენტი გვაქვს რომ გონია რომ ძალიან ადვილია ხა ხვალ ჩავჯდები და სადღაც გადავფრინდებით. ვერცად ვერ გადაფრინდები. ეს ვინც ჯერგეთ პირველები ვინც გადაფრინდებიან ისინი დაიღუპებიან, ესენი იქნებიან თავშეწირული ხალხი, ვინც თავი შეწირა კოლონიზაციას. ჯერ იქ ჩავლენ მთელი ეს გამოსხივების, აი უახლოესი პლანეტას რო აიღოთ მარსი დაუშვათ, ან თქვა ვენერა იქითკენ. იქამდე თანამედროვე ტექნოლოგიით იქამდე ჩასული იქ დიდ პროცენტს უკვე სიმსივნე ექნება. იმის გამო რომ მთელი ეს გზა გამოსხივებაა. ეს ჩვენ კიდევ ვერ ვიაზრებთ იმას, რამდენად დაცულები ვართ აი ამ დედამიწის მაგნიტური ველის დედამიწის ატმოსფეროთი, დედამიწის მაგნიტური ველით, მზის მაგნიტური ველით, ეს ჩვენ ვართ სათბურში. როგორც კი გარეთ ცხვრის გაყოფა, იქ არის ჯოჯოხეთი. აი სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით. იქ მარტო სარიელი სივრცე კი არ არის. ეს არის კატასტროფული გამოსხივება, რომელსაც არაფერი არ აშერებს, არაფერი წინ არ უდგას და ესა, ამიტომ მაგის გააზრებაც რაღაცა დოზით საჭიროა, რომ ეს არის ჰეროიკული
კი ბატონო. ნაბიჯი, რომელიც იძულებით არის გამოწვეული. სვერს მოითხოვს. რა თქმა უნდა და აუცილებლად რა თქმა უნდა იქნება სხორბლი, იმიტომ რომ ხა ეს არასდროს არ მომხდარა ეგრე. ახალი კონტინენტები არ ყოფილა აღმოჩენილი. მაგრამ ამის გააზრებაც კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს შეიქმნას ის რომ სხვაგანა ვართ რა. სხვაგანა ვართ. რა დროს, რა ვიცი, რა დროს ერთმანეთთან ომია, რა სიგიჟეა საერთოდ ეს. ისე იგი ჩვენ გვჭირდება ბალანსი. ერთის მხრივ პანიკას და მეორეს მხრივ სრულ არხეინობას შორის. აბსოლუტურად. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. რა დაუბრუნდეთ ხელოვნურ ინტელექტს, თუ შეიძლება რელიგიურ სივრცეებში ზოგადად არის ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება. რაც ახალი არ არის. ყველა სიახლის მიმართ რელიგია იყო ყოველთვის სკეპტიკური. ახალი ამბავი არის. როდესაც კაცობრიის ისტორიამ განიცადა, შეიძლება თქვენ არ მოგწონთ ეს რევოლუციის იდეა, მაგრამ რევოლუციური ან და დრამატული განვითარება, როდესაც პირველად ადამიანმა მოახერხა, რომ თავისი აზრი დაეტანა რაღაცაზე, ან და როცა ანბანი შექმნა, ან და როდესაც წიგნის ბეჭდა გამოიყენა. არა, ძალიან მომწონს. რა? არა, ძალიან მომწონს მეთქი ეს რევოლუციური განვითარება. არა, ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ სხვა იმაში ვართ, რა, სხვა რეალობაში ვართ და მე სულაც არ მიგვის, როდესაც ამას ვამბობდი, როდესაც წიგნის ბეჭდა იქნა გამოგონებული გუტენბერგის მიერ ევროპაში, იყო ძალიან მძაფრი ანტაგონიზმი წიგნის ბეჭდის მიმართ, რელიგიური წრეების მიმართ, რომ ეს არის სატანის და ეს ხშირად არის. ასე რომ არც ის არის გასაკვირი, რომ ამ მორიგ რევოლუციის რეალობაში რელიგია ოდნავ სკეპტიკურია ზოგადად. მე არ ვიცი ხო ყველა რელიგიური პირი, მაგრამ ზოგადად ასეთი დამოკიდებულება არის. მაგრამ რა შეიძლება თუ არსებობს ასეთი ფორმულა, რომლითაც ადამიანს ეტყვილო, ნუ გეშინია. ეს არც შენ გიქმნის საფრთხეს, ან შენ რელიგიას უქმნის საფრთხეს, არც შენ წარს უქმნის საფრთხეს და არც მომავალს არ უთხრის. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის წიგნის ბეჭდას რო ავიღოთ არა, შეიძლება კარგი ბიზნესთვის გამოიყო და ცუდი ბიზნესთვის გამოიყო, გაჩვენ რას დაბეჭდა. მე მესმის რომ ეს თვალგამართლებული არ არის, ახლა მე ვილაპარაკო იმაზე, რომ ხელოვნურ ინტელექტს შევხედოთ როგორც ინსტრუმენტს, მაგრამ რაღაც თვალსაზრით ალბათ არის. მაგრამ შემდეგი ეტაპი უკვე ინსტრუმენტი აღარ იქნება ალბათ. და ეს იქნება განსხვავებული რეალობა. დიახ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, ძალიან ღრმა კითხვაა. ესე იგი, რამოდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი. ერთი, რა თქმა უნდა, ეს თქვენ რაც ახსენეთ, ეს კონსერვატიზმი. ეხლა კონსერვატიზმი შეიძლება გადამრჩენელიც იყოს. ანუ ევოლუციურად ჩვენ ეს კონსერვატიულობა, რა თქმა უნდა, მივიღეთ ზუსტად მაგიდან, იმიტომ რომ რაღაცა ადამიანი რაღაცას გაიაზრებდა, რაღაც მიზეზშედეგობრივ კავშირს ამყარებდა და შემდეგ იყო რაღაცა უცნობი. და ნუ ეს ასე ვთქვათ, პრევენცია, ნუ იყო თითქოს ის რომ უცნობის შიში, მაგრამ იმ გაგებით რომ აი რაღაცა არ შეგვემთხვას, ხო? ანუ ეგ ბუნებრივია და რაღაცა მომენტში შეიძლება კონსერვატიზმმა გადაარჩინოს კიდევაც ადამიანის საფრთხისგან და კაცობრიობა. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს პრიმიტიული კონსერვატიზმი, როდესაც ახლა ანუ არსებობს მეცნიერული ფაქტი და ახლა ასე შემდეგ. ეს ერთი მომენტი, მაგრამ აი რაც შეეხება აი აქ რასაც ვსაუბრობდით ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს, ესე იგი, აქ ერთი ფუნდამენტურად ახალი თვისებაა, რომელიც არ იყო არც წიგნის ბეჭდის დროს, არც არ მიესადაგება არც არც ბირთვული იარაღს. იმიტომ რომ ამან შეიძლება მოიტანოს რაღაცა, რაც თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას, რაც აქამდე არ ყოფილა არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, ხო? კაცობრიობის ისტორიაში კი უაღრესად საშიშია ბირთვული იარაღი, მაგრამ იქ მაინც გადაწყვეტილებას ადამიანი ღებულობს, არსებობს რაღაც დაზღვევის მექანიზმები თითქოს. და ასე შემდეგ. აქ მომენტი ის არის, რომ თუ აი ამ ყველა მკითხებიდან გამომდინარე, მე არ ვეძახი ამ ალგორითმებზე, რომლებიც ახლა არსებობს, რომლებიც ასე ვთქვათ, ძებნის ლოგიკური ალგორითმებია, უბრალოდ საკმაოდ მოხერხებული რაღაცა ამოცანების. მაგრამ მე ვლაპარაკობ აი ნამდვილ, ხო, აი შემდეგ ეტაპზე. აი თქვათ, მივიღეთ მართლა ცნობიერი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც
აქვს ცნობიერება და დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებებს. Რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველად, როდესაც ჩვენ რაღაც ესეც შევეჩეხეთ, კაცობრიობა. მან რა თქმა უნდა შეიძლება იყოს საშიშროება. ამას ვერავინ ვერ გამორიცხავს, იმიტომ რომ გააჩნია, იმიტომ რომ ისე ვიქავართ, ჩვენ ის არც გვესმის კანონები ამ ცნობიერების. ჩვენ ხო არ გვესმის რამდენი ცნობიერების რამდენი დონეა, ხო? აი მარტო მაგალითად რა ვიღოთ ახლა დაუშვათ ცხოველებს აქვთ ცნობიერება. რაღაცა დონე აქვთ, ხო? ახლა ფაქტია და ასევე ჩვენ გონია რომ ჩვენ შედარებით სხვა დონე გვაქვს ცნობიერების, შეიძლება უკეთესი არა, მაგას არ ვიცახი, მაგრამ რაღაცა სხვა დონე განსხვავებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაბამისად აბსოლუტურად რეალურია, რომ არსებობს ცნობიერების კიდევ უფრო მაღალი დონეები, რომელსაც და ეხლა წარმოიდგინეთ, თუ ეს ცნობიერების მაღალი დონე მიღწევადია ესეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტისთვის და რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. მე ცნობიერება ერთია, მე რას ნიშნავს ემოციები, მაგალითად, ექნება ემპათია ამ ხელოვნურ ინტელექტს, რაღაც ემპათიის მაგვარი, თუ ექნება ვის მიმართ, ჩვენს მიმართ თითქოს რაღაცნაირად არ იცი, შეიძლება არც კონდეს არც არაფერი. შეიძლება ანუ მთელი ეს არის პანდორას ყუთი, ასე ვთქვათ. ეხლა მანდ არის ასე ვთქვათ გზა ნათელია რომ ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ. ეს არის თუ ეს გაკეთებადია, ეს გაკეთდება. ეს არის შეუძლებელი. პროგრესს ვერ შევაჩერებთ, იმიტომ რომ ის თავისთავად შესაბამისად ყოველთვის არის რომ ადამიანმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა. ამის ერთადერთი წამალი არის ისევ შემეცნება, რომ ჩვენ ვაკონტროლებდეთ, ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. თუ ამ ხელოვნურ ინტელექტს შევქმნით, რომელიც იქნება ჩვენი სწორი და შეიძლება კიდევ რომ ჩვენ შევძლოთ მათთან ისეთი ურთიერთობა და ისეთნაირად რაღაცა აწყობა, გამოყენებას უკვე ვეღარ იტყვის სიტყვას, იმიტომ რომ ცნობიერია. ხო, ცნობიერია, ის აღარ არის შენი, ვერ არის შენ შექმენი, ის აღარ არის შენი მონა აღარ არის. ხო და ნუ ახლა ამას მთელი რიგი ის ექნება, რა ქვია, ისეთი კითხვები წამოვა, რომელიც ამიტომ ესე იგი, ხო, რა თქმა უნდა, ახლა ჯანსაღი, ასე ვთქვათ, კონსერვატიზმი გასაგებია და აბსოლუტურად ამაში არაფერი ის არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ეს ამიტომ შესაბამისად ჩვენ თუ რაღაცას ვერ შეაჩერებ ჯობია რომ ის ასე ვთქვათ იმას ლიდერი გახდე და პირიქით იმას სწორი მიმართულება მისცე ვიდრე ეცადო რომ შეეწინააღმდეგო იმიტომ რომ ჩვენი სკეპსისი ამ ცნობიერების მიმართ იქიდან ხარ მომდინარეობს რომ ჩვენ საკუთარი თავის არ გვჯერა ალბათ, რა თქმა უნდა, ეგ ერთ-ერთი ფაქტორია, ალბათ. და ჩვენს უნდობლობას საკუთარი თავის მიმართ პროექცირებას უკეთებთ მოყოლაზე. ალბათ. დიდი ალბათობით ეგ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმიტომ რომ ჩვენთან ვერ გაგვირკვევია, რას ნიშნავს ჩვენი ცნობიერება. რამდენად შეგვიძლია ვენდოთ, რამდენად შეგვიძლია არ ვენდოთ. თან ჩვენც ხო ეგეთი მოწყობილები ვართ რა, ჩვენი ხასიათი დამოკიდებული იმაზე კარგად გამოიძინე თუ არა. უამრავი და 1000 რაღაცაზე, ხო? ესე იგი იმაზე და შესაბამისად ხო, რა თქმა უნდა და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს რაღაცნაირად ფანჯარა სამყაროში და ჩვენ ყველაფერზე პროექცირებთ იმ ფანჯრიდან. კი ბატონო. და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მე ჩვენი თავი გავაფართოვოთ ისე რომ რაღაცა ახალი ფანჯრები შევქმნათ. ნუ ესეთი პროცესში ვართ. და რა თქმა უნდა ეს ბევრი უამრავ დაბრკოლებას მოიცავს. მაგრამ ალბათ უნდა შევთანხმდეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან რთულია და საშიშიც ძალიან ლამაზია ეს რეალობა, არა? ეს საოცარი რეალობა, რომელიც კაცობრიობის წინაშე არის. და შესაძლებლობები, რომელიც კაცობრიობის წინაშე შეიძლება იყოს. კი, რა თქმა უნდა. ეს არ არის სტერილური მომავალი, არა? ეს არის მომავალი, რომელიც სავსე იქნება. თუ ჩვენ არ გავასტერილულეთ, კიდევ ვიზახი ამის გამო. ხო, ეს სერიოზული საფრთხე. ეგ არის კატასტროფული საფრთხე. რა თქმა უნდა. ამას მიაწერენ, არ ვიცი, Einstein, ხო? Რომ there are two things that are vast. The universe and human stupidity. მაგისია? ხო, ხანდახან გამიგია რომ თვითონ მაგრამ ზუსტად არ ვიცი მართლა მაგისია თუ არა, იმიტომ რომ ეს ხდება ხოლმე. მაგრამ ძალიან გავს. რა, ანუ გამონათქვამი საკმაოდ სამბესტავია. შეიძლება მასეთ მოაზროვნეს მიეწეროს, კი, მაგრამ. Wow. რა თქმა უნდა, ჩვენ პრეტენზია ვერ გვექნება რომ ეს საკითხი მოვწურეთ და ვერც, მაგრამ როცა ამდენი კითხვა დევს და თან დიდი კითხვა დევს და ვინით ამ ის ქვეშ რა არის, ცოტა წინ ხარ წავიწევთ. რა თქმა უნდა.
Okay. Oh dear. შეიძლება მანდ თქვენს ღობეში კი, რა თქმა უნდა. ამოდი აქ წავიდეთ. სულიერების კრიზისი. რელევანტურია? ეს ისეთი კითხვა, სადაც ძირითადად მე თქვენ უნდა გისმინოთ, ასე რომ დიდი სიამოვნებით. მოდი ეს იყოს, აქ შეგვიძლია ერთად ვიბჯერო. კი ბატონო, ეს იყოს. კი ბატონო. დიახ, ომი. რა არის ომი? რატო იბრძვის ადამიანი? ესეც სიგიჟესთან მიდის, რა თქმა უნდა. იყო დრო, როდესაც ომი მართლდებოდა რესურსების ნაკლებობის გამო, გადარჩენის გამო, საფრთხების გამო, მაგრამ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ომი კიდევ უფრო სამარცხვინო არის, იმიტომ რომ ჩვენ რესურსების გამო კი აღარ ვიბრძვით პირველ რიგში, ვიბრძვით ნარატივების გამო. და ეს ჩვენი ცნობიერების შედეგი არის. იმედია, რომ ის რაც იქნება მომავალში, ის არ იქნება დაღდასმული ამ ნარატივებით, რომელსაც ჩვენ ქმნით ამ ნარატივებს და მე ვიბრძვით ამ ნარატივებისათვის და მოუწოდებთ ადამიანს თუ საკუთარს, თუ სხვას, რომ ის რაც ყველაზე ძვირფასი აქვს ადამიანს, ის გაიღოს ამისათვის. ეს არის ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს არის ომი პალესტინასა და ისრაელს შორის. ეს არის ომი, რომელიც ჩვენს რეგიონში ხდებოდა და ჩვენც ავართ ნაწილი ამ ყველაფრისა. მაგრამ იქნება თუ ამ ორ რამეს ერთად დავალაგებთ, ამაზე ფიქრმა იქნება ამ სიგიჟისაგან გაგვათავისუფლოს. მაგრამ როგორ გინდა რომ ადამიანი გაათავისუფლოს ნარატივებისაგან? ეს ნარატივი რეალური არ არის, არც ლოგიკური არ არის, არც ისტორიული არ არის, არც მეცნიერად არ შეიძლება ამის დადასტურება. ეს არის ის, რაც სადღაც კიდია. მაგრამ ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ განადგურდეს ადამიანი, განადგურდეს ბუნება, განადგურდეს ეკოსამყარო, სადაც ჩვენ ვართ. და ეს რაც რეალური საფრთხე არის, ეს კი გადადის სადღაც უკანა პლანზე. ჩვენ ახლა ეს აგვაქვს მოსაგვარებელი. და თან ხელმოცარვა, რომელიც ჩვენ ადამიანურ ცივილიზაციას გვაქვს ამ საკითხში, ჩვენ ვერ შევძელით, რომ ავირიდოთ ომი და დიალოგის მეშვეობით გადავწყვეტოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენ გვაქვს. და თუ სამართალი არსებობს, როცა ეს განცდა გაქვს და იცი, სადაც ახარ, წესით ძალიან ადვილი უნდა იყოს. მაგრამ არ გამოდის ასე. სადავართ ამ ნარატივების გამო, ჩვენ მერვე შექმნილ ნარატივების გამო ერთმანეთს ყურები დავჭრათ. რა არის გამოსავალი? რო ვთქვათ, რომ კარგით. ეს არ არის რელიგიური დაპირისპირება შემთხვევაში. რომ მაგალითად დაპირისპირება ისლამსა და ქრისტიანობას შორის, ისლამსა და იუდაიზმის შორის. უკრაინის ამბავი ნათელი მაგალითად ეს რელიგიური არ არის. რელიგია ყოველთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, არაერთხელ გამოუყენებია, მაგრამ ეს არის ეს ნარატივი, რომელსაც მე შევქმნი, თქვენ შექმნით, ეს ორი ნარატივი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომ ზადავთ ერთმანეთი დავხოცოთ. რა გვჭირს? $1,000,000,000 კითხვა, თუმეტი არა, ხო? დიახ, რა გვჭირს? შობის წინ 25-ში ზეიმობ ჩვენ შობას. შობის წინ ერთმა ჰოლანდიელმა გოგონამ მომწერა, რომ სოფლიოს რო შეგიძლიათ სოფლიოს რამე უთხრა სოფლიოს. რა სიტყვა იმის მერე ვფიქრობ. და უნდა ვაღიარო, რომ დარწმუნებული არა ვარ. თუ გულწრფელი ვიქნები. და ეს ამასთან არის, ამასთან არის დაკავშირებული, ამ სიშლეგესთან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ როგორც ადამიანები. რელიგია არ გვეხმარება. მეცნიერება მგვიშურებს. ხო, იცით რა არის? მაგაზე ანუ ჩვენ, ასე ვთქვათ, თუ რა ვიცი, მე კი მაქვს სათქმელი, მაგრამ არავინ არ გვისმენს.
ამასთან დაკავშირებით, აი რაც არის მე რას ნიშნავს მეცნიერებას. მეცნიერებას, რა თქმა უნდა, უამრავი აქვს სათქმელი. და შეუძლია მეცნიერებას ეს ამბავი რაღაცნაირად მოატრიალოს, მაგრამ სანამ მანდ გადავალთ, აი რაღაცნაირად ისე ფრეიმვორკი რო გავიაზროთ, არა, რას ნიშნავს აი ეს, როცა ვიცახით რომ აი რა არის პრობლემა, რა არის გამოსავალი. ანუ თუ ჩვენ ისევ იმ ჩარჩოში ვიქნებით, რაღაც ევოლუციურ, ხო? არის აზრი, რა თქმა უნდა, საკმაოდ მეცნიერულად გამოყარებული, რომ ეს რა თქმა უნდა აგრესია ადამიანში ევოლუციურია. ვინაიდან აი ზუსტად ის ამოცანა რაც ჰქონდა, თქვენ სახსენეთ ზუსტად იგივე, ხო, ეს რესურსები და ასე. ის ამოცანა ჩვენ რაც ჰქონდა, გადავრჩენილიყავით, ამან ის სახეობის შენარჩუნება, შემდეგ ანუ მე ოჯახის, კლანის, ასე შემდეგ, ნიანდერტალელთან დაპირისპირება თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, ხო, ერთმანეთ ამან რა თქმა უნდა ეს აგრესია ევოლუციურად შექმნა ესეთი როგორც თვითგადარჩენის რაღაცა ანუ უცხოს შიში ხო ესე იგი უცხოს მიუღებლობა და უცხოს შიში ანუ ეს ევოლუციურია მაგრამ კიდევ იმას ვიძახი რომ თუ ჩვენ ევოლუციის ციხი ამიდან რა ქვია დილეგიდან გამოვედით იმ ასპექტში რაშიც მე ვთქვი რომ არ ვიყავი ჩვენ გათვლილი იმაზე რომ კვანტური ფიზიკა შეგვექმნა, მაგრამ ის ევოლუციურად გადარჩენილი ტვინი თავისი მინუსებით და დადებით და უარყოფითებით აღმოჩნდა იმისთვის, რომ სულ სხვა ამოცანა გადაეჭრა, რომელზეც საერთოდ არც იყო ეგეთი ამოცანა ბუნებაში განსაზღვრული, ხო? აქაც იგივე უნდა მოხდეს, ხო? და იგივე ხდება ზუსტად ადამიანმა ეს გამოვიდა რაღაცნაირად ამ ტყვეობიდან იმის რომ უცხოს შიში აუცილებლად რომ უცხოს უნდა უყურო როგორც საფრთხეს ჩვენ ყველანი ადამიანები რაღაცა მოლაპარაკება ასე ნუ რა თქმა უნდა რელიგიაც ამაში უდიდეს ამოცანა აკისრია ამაში რა თქმა უნდა და ესე იგი ეხლა მომენტი რა არის რომ არსებობს მოვედით თანამედროვებამდე სადაც აი ეს სიგიჟეები ხდება რა თქმა უნდა თქვენ აბსოლუტურად მეც ესე ვფიქრობ რომ ეს აქ არაფერ კავშირი ხდება რელიგიის გამოყენება იმისთვის რომ შენ მანიპულირება გაუკეთო და გამოიწვიო რაღაცა ფსევდოპატრიოტული გზნობები ხალხში და მე ეს ხალხი წავიდეს და რა ვიცი თავი შეწიროს და ესე იგი ისე რაღაცნაირად დავდივართ იმაზე რომ ომები არ იქნებოდა თუ კაცობრიობა გაიაზრებდა იმას რომ ჯერ ეგეთი რომ ეს პრობლემები არის აბსოლუტურად ერთი ყალბი და მეორე არის აი მიკროსკოპული იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენ მართლა რა საშიშროებას გვემოქრება ჩვენ ცივილიზაციას გადარჩენის თვალსაზრისით. ის რაღაცა გამოგონილი ნარატივები, რასაც ვიღაცა რა ვიცი, ხან ფსიქოპატი, ხან რაღაცა გათვლით. როგორც წესი, ხო, ხან რაღაცა გათვლით და ასე შემდეგ. ამ იერარქიის სათავეში მოქცეული ხალხი თავზე გვახოს. საერთოდ გადავიდოდა ეს მე-10,000 რეგისტრში ეს ამბავი. და შესაბამისად მე ესე მგონია რომ მეცნიერებას ნუ ეხლა ეს იქნება გამოსავალი არ იქნება ეს ცალკე ამბავი, მაგრამ მეცნიერებამ ამისი გააზრება უნდა შექმნას და ისევ აი თქვენ რას ვთქვით, იმის გარეშე რომ კი არ უნდა დავზაფროთ. დაზაფრა არ არის, ჩვენ უნდა გვესმოდეს რეალობის, ჩვენ მაგას ვუძახით პარამეტრიზაციას. ანუ შენ როცა ხარ რაღაცა და ჩვენ ზუსტად მაგაში ვართ, ანუ ჩვენ ვართ რაღაცა ერთ პლანეტაზე, თავმოყრილი სულ ყველა ერთად, ვერსად ერთმანეთს ვერ გავექცევით და გასაქცევით ესეთი პერსპექტიული არ ჩანს და გარშემო გვარტყავს აბსოლუტურად ტრული სივრცე. უზარმაზარი. ესე იგი ეს იგივეა რომ აი რაღაც ოკეანე რო წარმოგიდგენთ, საერთოდ აღარაფერი საზღვარი არ არის საერთოდ. ეხლა აი წარმოიდგინეთ ესეთი მაგალითი რო ავიღოთ, აი წარმოიდგინეთ რომ რაღაცა გემია. სადაც კრუიზის გემია, ხო? სადაც ხალხი არის, რაღაცა სოციალური გარემოა, იქ რაღაცა ცეკვავენ, ერთობიან, ასე შემდეგ. ამ ხალხს ერთმანეთთან ზოგს კონფლიქტი აქვს, ზოგს რაღაც დაპირისპირება. ნუ იქ რაღაცა სისტემაა, რომელიც ამას არეგულირებს, ხო? ესეთ იმაში არ გადადის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო? ამ ხალხმა ეს გარემო აქ არის, იმიტომ რომ ამ ხალხმა იცის რომ ეს არის დროებითი, მიადგებიან სადღაც ნავსაყუდელს, გადავლენ იქ სხვა ადგილი. ეხლა წარმოიდგინეთ ერთი წამით რომ თქვენ გემზე ხართ და საერთოდ ფერი სხვა არ არის. ანუ არ არსებობს არაფერი, არის უსასრულო ოკეანე, ნუ პრაქტიკულად უსასრულო, ხო?
არსაც სხვა არაფერი არ არსებობს და ეს ოკეანე არის ძალიან მტრული. ისეთ კი არა რომ ჩახტები და გაიბანავებ და არა, უაღრესად მტრული. ნუ რაღაცნაირად პერსპექტივა ხო შეიცვლებოდა ამ გზავრების. რა თქმა უნდა. აი, ამის გააზრებამ შეიძლება მოგვიტანოს რაღაცა სიკეთე მაგ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად მივხვდეთ ეს რამდენად გაცილებით რომ მნიშვნელოვანი ამოცანები გვაკისრია ჩვენ, იმისთვის რომ ჩვენი კაცობრიობა გადავარჩინოთ. ეხლა რა თქმა უნდა, აქ არის წინაღობები უამრავი. ისე ევოლუციური წინაღობები. ჩვენ ევოლუციურად იერარქიული ხალხი ვართ. რატო ხდებოდა იერარქიების წამოყენება? იმიტომ რომ კომპლექსური პრობლემების გადაჭრილად, რაც მაშინ იყო კომპლექსური. მოსახერხებელი რაც. ხო, მოსახერხებელი რაც არის, ხა თუ მისდევ ბიზონების იმას, რა ქვია, ჯოქს, იქ ჯობია რომ იყოს ვიღაცა, ვინც ბრძანებას იძლევა, ხო, რომელიც იტყვის რომ იქიდან წადი, აქედან წამოდი, ასე რომ ევოლუციურად ჩვენ ამას ვღებულობთ, რომ არსებობს იერარქია, იქ ვიღაცა თავზე გვაზის, გვეუბნება ესეკენით და მაგრამ ეს რა თქმა უნდა გარკვეულ სიტუაციაში ეს მოსახერხებელია, მაგრამ ეს არ უნდა აიყვანო აბსოლუტში. მაგრამ აი ეს არის მთელი მუღამი, რომ მაგის ძალიან ძნელია მე გააკონტროლო, ეს არ გადავარდეს, ხო? ზუსტად. აბსოლუტურად. და მაგას ვაგვირდებით. ანუ ხდება ის, რომ ესე იგი პატიოსანი მოქალაქეები, რომლებიც იერარქიულ სტრუქტურას ღებულობენ, იმიტომ რომ ესმით, რომ რაღაცა კომპლექსური პრობლემების გადაჭრისთვის იერარქია აუცილებელია, მე ხდებიან ამ აძლევენ კარტ ბლანშს და მე ეს იერარქია თავის თავს ამგვიდრებს და რა თქმა უნდა ესეთი პრობლემები არის მაგის გზაზე, მაგრამ მინიმუმ რაც შეუძლია მეცნიერებას გააკეთოს, ეს შექმნას ამისი გაგება awareness რა, ანუ ის ცნობიერების გაგება, რომ მართლა დრო ჩვენ გონია რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ არ არის ეგრე, არ გვაქვს ძალიან ბევრი დრო. არ არის უამრავი კატასტროფა და უამრავი პრობლემა გველოდება. ესე იგი წარმოიდგინეთ ამ ბურთზე ვართ, შიგნიდან ეს ბურთი არის გავარვარებული, კიდე ყველა სიკეთესთან ერთად. რაც თავის თავად შეიძლება სიკეთეთ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ენერგიის წყაროა. მაგრამ მაინც ანუ ესე იგი აი რაღაცა თხელი ფენაზე ვცხოვრობთ, სადაც არის ჩვენთვის ოაზისი. არსა დანარჩენი არანაირ გარემოში, უახლოეს იმაში არაფერი არ არის მსგავსი. გუმოდინეთ ვანადგურებთ. და ვანადგურებთ, ზუსტად მაგას ვიცახი. ეს არის აბსოლუტურად რაღაცა გაუგებარი, გარედან რო შეხედო, შეიძლება, რა ვიცი, არაფერში რო არ ჯდება, მაგრამ კოლექტიური ფენომენი. და ძალიან რთულია რომ ამ კოლექტიურ ფენომენს აღუდგე წინ, თუ არა განათლებით და გააზრებით. ეს ძალიან გრძელი გზა არის. რაც გრძელი გზა ყოველთვის ითხოვს დროს. რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ხო, ეს რა თქმა უნდა. ეს არის პრობლემა, მაგრამ როცა რაც არის ეგ არის, ანუ ეს ერთ-ერთი გზა, რა თქმა უნდა, არსებობს, აი რა თქმა უნდა, ეს არ არის ეს მე ვიზახი ერთ-ერთი მინიმალური, ასე რაც შეუძლია მეცნიერებამ, ასე ვთქვათ, გაცვლის ცნობიერების გზაზე გააკეთოს, აი რაც შეეხება აი ამ ჩვენ საშიშროებებს, რაც გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, აი რელიგიის როლი უდიდესია. ეხლა ამ თქვენ გისმეს სინდისის ქეჯნის განცდით, რომ ნეტა შემეძოს გითხრათ, რომ აი რელიგია ამას იზამს, ვერ იზამს. რელიგია ვერ ახერხებს საკუთარ თავშიც კი ამ სირთულების მოგვარებას. მაგალითად, ჩვენ რა ვიყოთ ქრისტიანობა რა? ყველაზე დიდი რელიგია ჯერჯერობით 50 წელს შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე დიდი რელიგია არის. ქრისტიანობა საკუთარ თავში ვერ ახერხებს, რომ დაალოგოს ერთმანეთთან ურთიერთობები. და როცა ამას უყურებ, მე რა თქმა უნდა გეუფლება პესიმიზმი, რომ თუ საკუთარ თავში ვერ აალაგებ ურთიერთობებს, როგორ შეიძლება შენ დაალაგო იფიქრო ამაზე, კოსმიურ და მარადიულ და სერიოზულ გამოწვევებზე. ხელმოცავაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ამისი მცდელობა. რომ აშკარა იყო, რომ მეორე მსოფლიო ომი იყო ქრისტიანობის მარცხი იყო რეალურად. იმიტომ ქრისტიანული კულტურა არ ქრისტიანულია, მაგრამ ქრისტიანული კულტურის ხალხი ებრძოდა ერთმანეთს. ამის შემდეგ იყო მცდელობა, რომ დაწყებულიყო მოძრაობა, რომელიც ყველა ქრისტიანს რაღაცნაირად გააერთიანებდა. უკვე რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ ძალიან შორს არ ვართ წასულები. მაგრამ მე ასე მგონია, რომ ჩვენი შეცდომა იყო სწორედ ეს, როცა ვთქვით, რომ მოდით ჩვენ ქრისტიანები გავერთიანდეთ. საქმე ისაა, რომ ამ პლანეტაზე მარტო ქრისტიანები არ ცხოვრობენ. და არსებობენ სხვა რელიგიები და არსებობს ხალხი, რომელსაც არანაირი რელიგია არ აქვს და არ სჭირდება. ეს განცდა რომ ქონოდა ომის დამთავრების შემდეგ, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ადამიანები და გვჭირდება ჰარმონიული ურთიერთობის ხელშეწყობა,
ადამიანებს შორის. ის როცა იძახი რომ მაშინ ასე ჟღერდა, ასე ჩანდა რომ აი ქრისტიანებმა როგორც იქნა ბოლო-ბოლო გადაწყვიტეს რომ ერთობას დაუჭირო მხარი, ერთად იყვნენ. მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებულია. ეხლა იმაზეც კი აღარ ლაპარაკი რომ ქრისტიანებმა შეძონ საერთო გამო. ეხლა ლაპარაკია ჩვენ საერთო ენა უნდა გამონახოთ ყველასთან, პლანეტასთან, ეკოსისტემასთან სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ახლა თითქოს ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ უნდა გამონახოთ საერთო იმასთან, რომელიც ძალიან შორს არის, ძალიან უცნობია და ძალიან აუცილებელია. ადვილი პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ნამდვილად გჭირდება ღმერთი. იმ შემთხვევაში თუ იმეს არ წამსის. ერთი მოთხრობა გამახსენდა. შეკლის მოთხრობა ესეთ პატარა მოთხრობაა. რაღაცნაირად ეხმიანება ცოტა, მთლად არა, მაგრამ არმაგედონია, ბოლო ბრძოლა ბოროტ ძალებთან და კაცობრიობა ემზადება და კაცობრიობა გაერთიანდება. და ყველა რელიგიური მოღვაწეები გაერთიანდებიან, ერთ უნიფორმას ჩაიცვავენ, რაღაცა ერთი ფერის, რომ აჩვენონ, რომ კაცობრიობა ერთად არის. მაგრამ სამხედროები აიღებენ თავის ხელში ამ ოპერაციის წარმართვას. და ეს დელეგაცია მოდის ამ სამხედროებთან, გენერალიტეტთან და ეუბნება, რომ ჩვენო დანამდვილებით გეუბნებით, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ბრძოლაში, აუცილებლად უნდა მიიღონ ადამიანებმა. ეს გენერლები ეუბნებიან, რომ არა, ჩვენ გვაქვს ხელოვნური ინტელექტი ყავს, ისინი იომებენ. იმ მომენტში ხელოვნური ინტელექტი რაღაც ეგეთი ტერმინი არ იყო, რობოტები. კი ბატონო. მაგრამ დაახლოებით. იგი. ხო, მოკლედ ბოლოს ბრძოლა დამთავრდება, ბრძოლა იქნება. კაცობრიობას არ მიაღებინებენ მონაწილეობას ამ ბრძოლაში. მთლიანად ეს რობოტები და ხელოვნური ინტელექტი იომებს და გაიმარჯვებენ. და შედეგად რა მოხდება, რომ არ ვიცი ხა ზუსტად როგორ მოკლედ ცხონდებიან მარტო ეგენი. კაცობრიობა დარჩება, ის რასაც ის რელიგიური მოღვაწეები ეუბნებოდნენ, რომ აუცილებელია რომ კაცობრიობამ თლად ხელოვნურ ინტელექტს არ გადააბაროს ეს ამბავი. და აღმოჩნდნენ განზე. ხო, მთელი კაცობრიობა აღმოჩნდა განზე. არა, დაჯილები არა, მაგრამ კი ბატონო. ასე ვთქვათ, ეს მთელი დანგრეული და დაჩეხილი რობოტები წავიდნენ, რა ქვია, წაში. ცოტა ეხმიანება, თლად არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მე ხა ჩემი გულუბრყვილობა ლაპარაკობს აქედან, რომელიც მე უხოთა მაქვს. ერთი ის რომ იქნება, ეხლა რეალურად კრიზისი აქვს, ერთი კრიზისი იყო სადაც. ეს არ არის. ზოგადად კაცობრიობა კრიზისის წინაშე არის. და თითქოს მინდა დავიჯერო, რომ ამ კრიზისმა იქნება თვალი აგვიხილოს. პირველად ეს ასევე მეგონა კოვიდის შემდეგ, რომ აი კოვიდმა იქნება დაგვანახოს, რომ ჩვენ გვჭირდება ჰარმონიული ურთიერთობა. არ გამოდგა. ეხლა გლობალურად მთელი სამყარო თითქოს სიგიჟით არის მოცული. კატასტროფული სიგიჟით. ეს არ არის მარტო ერთ ქვეყანაში და ერთ კულტურაში, ზოგადად. და რა კი ყველგან არის ცუდად საქმე, იქნება ეს იყოს დასაწყისი იმისა, რომ სადღაც ადამიანი მიხვდეს და დაიწყოს საღიაზროვნება. მე მინდა რომ დავიჯერო, მესმის გულუბრყვილობა შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის. დიახ, რა თქმა უნდა, მაგაში გეთანხმებით, რომ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ხო, ესე იგი, კრიზისები, ზოგადად კრიზისში შეიძლება, ასე ვთქვათ, კონდეს პოზიტიური მხარე ის, მე არ ვიძახი, რომ კრიზისი კარგია, მაგრამ პოზიტიური მხარე, მეცნიერებაში კარგია კრიზისები, იმიტომ რომ მეცნიერებაში როგორც წესი კრიზისი არის, როდესაც რაღაცა ახალის გაგება და ხდება და თუ კრიზისია, ჩვენ გვიხარია, მაგალითად თუ რაღაცა კრიზისი, სულ მას ვცდილობთ, რომ კრიზისი იყოს, მაგრამ როგორც წესი არ არის ხოლმე ყველაფერი, მაგრამ აი როდესაც ესეთი კრიზისია მსოფლიოში, ხო?
მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ რით ვეღარ ვისწავლეთ. რამდენი კრიზისი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ. ხო, ჩვენ ხო დაგვიგროვდა უკვე იმდენი გამოცდილება, იმდენი ცოდნა, იმდენი მაგალითი. ხო, ის ხო არ არის მაგალითად დავუშვათ, იგივე ბირთვული იარაღი. ხო არ ვიცით, რომ ეს ხო არ ვიცით, რომ რაღაც აბსტრაქტული ის არის, ხო? ყველაფრის მაგალითია, ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტა ამ ომში გამოიყენეს უკვე, ხო? ვითომ საჩვენებლად, მაგრამ მაინც ანუ გამოცდილება დაგვიგროვდა უკვე, ხო? მთელი და ამ გამოცდილების გამოყენებას ვერ ვახერხებთ, აი ეგ არის და კიდე რაღაცა დამატებითი კრიზისი გვჭირდება და ეხლა კიდე იმედი გვაქვს, რომ ეს კრიზისი ამ კრიზისიდან რაღაცა გამოსავალი მოხდება და ასე შემდეგ, ხო? რა ვიცი, ანუ ისევ ჩვენ რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ გავლილ იმ ცოდნის კაპიტალიზაცია გავაკეთოთ, რაც გვაქვს. და ბევრი გვაქვს. უზარმაზარი გამოცდილება აქვს კაცობრიობას ამ დროისთვის, უზარმაზარი ცოდნა დაგროვილი, ძალიან დიდი და ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს კრიზისებია თუ რაც არის, დავძლიოთ. კი ბატონო. ხელს გვიშლის ეს ჩვენი ევოლუციური, რა ვიცი, გადმონაშთი ტვირთი ამ იერარქიულობის ზედმეტად სერიოზულად მიღება. აი ეს აგვაქვს ჩვენ, რომ იერარქიულობა საჭიროა, რა თქმა უნდა, წესრიგი საჭიროა, პოლიცია თავის ფუნქციას უნდა ასრულებს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ იერარქიულობის მე აბსოლუტში აყვანა, აი ეს ვერ ვისწავლეთ, რომ მე აქედან და იქ როგორც წესი ეგრე ხდება, პატარ-პატარ იერარქიები, მე დიდები, ერთმანეთ და ასე შემდეგ. ეგ არის ხო და ნუ ხო რა ვიცი, ეგ ხო რა თქმა უნდა, ესეთი მზაპასუხი არავის არ აქვს, მაგრამ იერარქიზაცია შექმნა კრიზისმა. და იქნება ასევე კრიზისმა შეძლოს დეიერარქიზაცია. მე მგონი არა მარტო მეცნიერებისათვის, ზოგადად კაცობრიობისათვის ურიგო არ არის კრიზისი, იმიტომ კრიზისი რა არის? ბერძნულად მოდის და ნიშნავს განსჯას, რომ ამ რთულ ვითარებაში შენ განისჯები, ვინ ახარ შენ სინამდვილეში. და კრიზისში ჩანს ჩვენ ვინც ვარ სინამდვილეში. ამ ბოლო კრიზისება გვაჩვენა, რომ ძალიან შთამბეჭდავი არ არის პორტრეტი, რომელიც იხატება ჩვენი როგორც კაცობრიობისა კრიზისების ფონზე. მაგრამ ამის მიმართ ყოველთვის არის იმედი. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მან პრობლემა ის არის, რომ ეს ამ კრიზისმა შეიძლება იმდენად არაპროპორციულად დიდი დარტყმა მოგვაყენოს, რომ ხო, რა თქმა უნდა, თქვენ თქვით და კრიზისი შეიძლება კონდეს, ასე ვთქვათ, ჯანსაღი მხარე, რომ ხო, რაღაცა მთავრდება, მე რაღაც გადააზრება ხდება და რაღაცა, მაგრამ ამისაც აუცილებელია, რომ შენ იქიდან ისეთი დანაკარგით მაინც არ გამოხვიდე, რომ არსებობა გააგრძელო. ცოცხალი უნდა გამოხვიდე. კი. რომ არსებობა გააგრძელო და ცივილიზაციურად არსებობა გააგრძელო. აბსოლუტურად. და ეხლა თვისობრივი განსხვავება ეს არის, რომ ჩვენ ვართ ისეთ იმ ეტაპზე მისული, როდესაც ამასაც კი ეთქვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება კრიზისი ისეთი შეიქმნას, როდესაც კაცობრიობამ თავისთავად გაანადგუროს უბრალოდ. კი ბატონო. აბსოლუტურად რეალურია და რა თქმა უნდა, ეხლა თუ ეგ მოხდა, მე იქიდან კი ეხლა ერთი ვიღაცა ალბათ გადარჩება, ხო, ნუ ეხლა მე ის რაღაცა ჭკუას ალბათ ისწავლის, მაგრამ ეგეთი ჭკუის სწავლა ცოტა ძალიან დიდი ფასია. ამიტომ ისევ ჯობია, რომ რაღაცნაირად განმანათლებლებმა კი ბატონო მოახერხონ, რომ ხო, რაღაც მაგრამ რა თქმა უნდა, ხო, მანდაც კრიზისია, იმიტომ რომ ახლა მოისმენ თუ ამრავ აზრს, როდესაც ადამიანები ყველაფრის გამართლებას ცდილობენ ხან-ახან. კი ბატონო. ახლა ეგრე და თითქოს თეთრი შავია და ნუ რა უნდა გაამართლო ახლა იქ რა ვიცი, ერთი ძლიერი მასშტაბა სუს და რა არის იქ, რა წიაღსვლებშია დასასვლელი, მაგრამ ნუ ხალხი ადამიანი პოულობს ყოველთვის რაღაცა ლოგიკურ რაღაცა თეორიებს ქმნის და ასე შემდეგ და ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია სიყვარული სიყვარული თუ იწყებთ როგორც გნებავთ სიყვარული დავიწყოთ კი ბატონო რელიგია რომელსაც მე ვარ ასოცირებული თუ შეიძლება გადმოიცეს ერთი სიტყვით ეს არის სიყვარული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა რელიგიებისათვის და სხვა კულტურებისათვის სიყვარული ცნობია. სიყვარული არის ის რაც კრავს ჩვენ როგორც საზოგადოებას და ყველას. ქრისტიანობაში
სიყვარულთან მიმართებაში ასეთ დამოკიდებულება არის, რომ სიყვარული შეიძლება იყოს განსხვავებული. და ალბათ არის კიდევაც. ამაში გვეხმარება ამის ახმაში გვეხმარება ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც ბერძნულად არის შექმნილი და ბერძნულ ენაზე სიყვარული ყოველთვის სიყვარული არის. სიყვარულის დიფერენციაცია ხდება. სიყვარული არის ფილეა, როდესაც მეგობრები ვართ და გვყვარს ერთმანეთი, ოჯახის წევრები. სიყვარული არის ეროსი, როდესაც სექსუალური იმპულსები განსაზღვრავს ადამიანის მიერ დამოკიდებულებას და შემდეგ არის აგაპე. და ამ სამი სახეობის სიყვარულიდან ქრისტიანობა არჩევანს აკეთებს აგაპეზე, რადგან ეს არის უპირობო სიყვარული. რაც ძალიან ძნელია. და როდესაც თეოლოგიიდან ქრისტიანობა ლაპარაკობს სიყვარულზე, რომ ღმერთს მაგალითად ღმერთს უყვარს ადამიანი, ქრისტიანობა თვლის, რომ ღმერთს ადამიანის მიმართ აქვს აგაპე, ანუ უპირობო სიყვარული. ღმერთს ადამიანი უყვარს უპირობოდ. რელიგიური პერსპექტივიდან სიყვარულის უმაღლესი ფორმა და გამოვლინება არის უპირობო სიყვარული. როდესაც შენ შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი, ან გიყვარდეს ღმერთი და არ ეძებდე ამაში ხეირს. ეს პირველად დაიწყო, ამაზე ფიქრი დაიწყო ქრისტიანულმა ეთიკამ და მოგვიანებით ამ გადაინაცვლა სხვა რელიგიებში და ისლამში საგანგებო გაქანება პოვა ამ იდეამ, რომ ღმერთს ადამიანი უპირობოდ უყვარს. და უცნაური ის არის, რომ ყველაზე მკაფიო გამოვლინება ასეთი სიყვარულისა, უპირობო სიყვარულისა, გადმოცემული არის ტრადიციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარეობს, ერაყიდან. იყო მისტიკოსი ქალი რაბია ალ-ბასრი ალ-ადავია, რომელსაც ვუმადლით ამ იდეის მკაფიოდ წარმოჩენას, რომ რას ნიშნავს უპირობო სიყვარული. გადმოცემა ვიძახის, რომ ქალაქ ბასრაში ცხოვრობდა. დაინახეს, რომ დილით გამოვიდა ეს ქალი, ცალ-ხელში უჭირავს ჩირაღდანი, მეორე ხელში უჭირავს კათხით, სათლით წყალი და ბასრა მაშინ რა იქნებოდა მე-12 საუკუნეა. გარბის ქალაქის ერთი თავი და მეორე თავში და უკან ეს ხალხი გაუგნებული უყურებს, რომ რა შვება ეს ქალი. კითხავენ რას დარბი ხარ? ეს ეთქვის, რომ მე ეს ჩირაღდანი მაქვს ხელში, იმიტომ რომ ცეცხლი უნდა წაუკითხოს 60-ს. და ეს წყალი დამაქვს, იმიტომ რომ უნდა ჩავაქრო ჯოჯოხეთის ცეცხლი. და მერე მას მიეწერება, შეიძლება მის განაცემა იყოს, მაგრამ შეიძლება არ იყოს. ასეთი მისტიკური ლოცვა, სადაც რაბია იძახის, რომ ღმერთო, მე თუ შენ მიყვარ ხარ იმის გამო, რომ 60-ში მინდა მოვხდე, არ მაღირსო 60. და მე თუ მიყვარ ხარ იმის გამო, რომ ჯოჯოხეთისა მეშინია, დღესვე კუპრის ტბაში მიმიჩინე ადგილი. ეს იდეა ძალიან ლამაზად მისტიურად არის წარმოდგენილი ამ რელიგიურ ტრადიციაში, რომ ღმერთის სიყვარული ადამიანის მიმართ არის უპირობო და შესაბამისად ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთის უპირობო სიყვარული. რომ მე განსხვავებული ვარ, მაგრამ ეს განსხვავებულობა არ არის ნაკლი. მე სხვანაირად ვლოცულობ, მაგრამ ეს განსხვავებულობა არ არის ნაკლი. მე სხვა რასის წარმოადგენელი ვარ, მაგრამ ეს არ არის ნაკლი. მე სხვა ორიენტაციის ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ არის ნაკლი. მე სხვა გენდერის წარმოადგენელი, ეს არ არის ნაკლი. და თუ რამემ უნდა გადაარჩინოს ეს სამყარო, ალბათ ეს არის უპირობო სიყვარული. სიყვარული, რომელიც ჯერ ხეირს არ ეძებს და მეორეს მხრივ არ განარჩევს განსხვავებულობას და განსხვავებულობას აღიქვავს უფრო სიმდიდრედ, ვიდრე სიღარიბედ.
არადა ცივილიზაცია, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით, ყოველთვის გვეუბნება, რომ განსხვავებულობა საფრთხეა. ემიგრანტები საფრთხეს წარმოადგენენ, სხვა რელიგიის ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ, სხვა რასის წარმოადგენლები. ეს რა თქმა უნდა აკნინებს ადამიანურ ცივილიზაციას ერთის მხრივ, ის საფრთხე რომც არ იყოს. მომავლის საფრთხე. ამ შემთხვევაშიც რომ გარანტირებული იყოს რომ ეს პლანეტა უსაზღროდ ის მარადიულად იარსებებს, არანაირი საფრთხე არსებობს, ამ შემთხვევაშიც კი აკნინებს ცივილიზაციის ღირსებას. როდესაც ჩვენ ამ ტომობრიობაში გადავდივართ და ეს მესმის რომ ეს ტომობრიობა საჭირო იყო თავის დროზე. მაგრამ დიდი ხანი გავიდა მის შემდეგ. და ალბათ ეს დრო არის ახლა მოსული, ჩვენ შევძლოთ სიყვარული, მიმღებლობა, რაც ასევე გარანტია იქნება ომებისარიდებისაც და ასევე გარანტია იქნება სად არის მომავლის დაცულობისაც. და სიყვარული ახლა მარტო იმას აღარ ნიშნავს რელიგიური პერსპექტივიდან, რომ გიყვარს ადამიანი. სიყვარული ნიშნავს, თუ კი შენთვის რელიგია რამეს ნიშნავს, ის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არის მისი სიყვარული. მოწიწებული დამოკიდებულება მცენარების მიმართ, ცხოველების მიმართ, ფრინველების მიმართ. ეს არის სიყვარულის დიდი გუნდა არის. მაგრამ ამ სიყვარულს ჩვენ გამოვცდით პერსონალურ ურთიერთობაში, ინტიმურ ურთიერთობაში, ოჯახურ ურთიერთობაში. სიყვარული არის ის, რაც აკრავს ალბათ. ის ერთადერთი საკრველი, რაც დარჩენია ამ კაცობრიობას, ერთგვარი მაშველი რგოლისავით იმ გემზე, რომდაც ვერსად ვერ გადახვალ და წყალიც საშიში არის და ნავსაყუდელიც არსად არის, სიყვარული ეს არის მაშველი რგოლი მე მგონი. რელიგიური პერსპექტივიდან. საინტერესო. მე მგონი ყველანაირი პერსპექტივიდან, მაგრამ მე რადგან მომანიჭეს უფრო რაღაცა პროზაული როლი აქ არ მგონი პროზაული იყოს. ცივი გონების რაღაც მეცნიერების ანუ მეცნიერება მე არ მგონია რომ მეცნიერება მშრალია. მეცნიერებას მაგრამ ახან ესეთი ეს რა ვიყოთ ესეთი პერსპექტივიდან. და არც მე არის დაცლილი გონერებისგან. აბსოლუტურად და ეს რა ვიყოთ აი იმითიც რომ მიუდგეთ. აი ასე ვთქვათ მშრალი მეცნიერული ლოგიკით ისე ვიქრო დავბრუნდეთ ასე ვთქვათ. აი ძალიან საინტერესოა ეს რაც თქვენ წამოჭერთ ახლა ეს საყოველთაო სიყვარულის როგორ ჯდება აი ამ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ პერსპექტივაში ჩვენ განვითარებაში ხო ახლა ისევ იგივე აი ეს სხვა სიყვარულის სხვა ფორმების ჩანასახი ეს ამის რაციონალიზაცია შეიძლება ევოლუციურად რა თქმა უნდა იმიტომ რომ რა თქმა უნდა სიყვარული აუცილებელია იმისთვის რომ შთამომავლობა იყოს პროკრეაციისთვის ერთ-ერთი კომპონენტი ხო სიყვარული შენი ტომის მიმართ ის რომ გადარჩენისთვის აუცილებელია და ასე შემდეგ მაგრამ რა თქმა უნდა თითქოს ევოლუციურად არაფერი აუცილებელი არ არის ხო შენ რაღაცა სიყვარული კონდეს სცენარის მიმართ ან რაღაცა წერის მიმართ და თქვა რომ ესეც ცოცხალია და მოდი თუ არ არის მაინც და მაინც თუ შევშილით არ ყვდები დავინდობ და ხო არ უბრალოდ ყვილად არ მოკლა მინიმუმ ხო მაგრამ მანდაც თითქოს აი ეს მომენტია აი ეს რაღაცნაირად ეს მომენტია რომ იმის გამო რომ ჩვენი ტვინი მოერგო აი ამ ევოლუციურად აუცილებელ გადარჩენისთვის აუცილებელ იმას რა ქვია სისტემას რაღაცნაირად სისტემა ჩამოაყალიბა სადაც რა თქმა უნდა ეს ამის ნაწილი იყო ემპათია ხო იმიტომ რომ ემპათია რა არის ხა შენ თავს ვერ აყენებ სხვის ადგილას შენ თუ ვერ ხვდები რომ სხვა თუ დაიღუპა შეიძლება შენც მოგივიდეს და ემპათია არ გაქვს ხო ვეღარ იბრძოლებ შენივე ტომის და შენივე ოჯახის გადასარჩენად ვეღარ იბრძოლებ ხო შესაბამისად ეს ემპათია შეგვძინა ამ ევოლუციამ ჩვენ იმიტომ რომ აუცილებელი იყო გადარჩენისთვის მაგრამ შემდეგ ესე მუშაობს რომ ეს რო შევიძინეთ მორჩა ეს უკვე ძალიან მარტივად მოერგო მაგ საყოველთაო სიყვარულის იდეას ამიტომ ჩვენი ტვინი უკვე მომზადებული იყო ევოლუციურად იმისთვის რომ რახან ემპათიისთვის ჩვენ ვართ მზად ეს ჩვენია შინაგანად
შესაბამისად ამის საყოველთაო სიყვარულზე განზოგადება უკვე მარტივად ხო. ნუ შედარებით მარტივად ეხლა რა თქმა უნდა უტრირებ. ისე როგორც ემპათიაც არ არის ადვილი. რა თქმა უნდა, ემპათიაც არ არის, ამან ეს არის, რა თქმა უნდა, მილიონობით წლის ევოლუცია გამოვიარეთ, მაგრამ აი რაღაცა ეგეთი მოხდა თითქოს. აი ძალიან მშრალად მეცნიერულად რომ მივუდგეთ, ნუ მე ესე ვხედავ. მე ახლა ვიჭრები კიდე იქ ბიოლოგების იმაში და არა ვარ ბიოლოგი არც არაფერი, უბრალოდ ლაპარაკობ ზოგადი მეცნიერული პერსპექტივიდან. და ხო, აი ეს საყოველთაო სიყვარულის იდეა ჩვენი ტვინი ძალიან გახდა ესეთი, ძალიან ნოყიერი ნიადაგია მაგ იდეისთვის კი არა, აი გზნობისთვის. ეს რაღაცნაირად ძალიან ადვილად შევისწრებს სიცხორცე. რაც ძალიან მაგარია, ანუ თავისთავად რომ დაუფიქრდე ესეთი, შეიძლება არც არის მართალი და შეიძლება სხვა ფაქტორებიც არის უამრავი, რომელიც მე გამოვთიშე. კიდევ ვიძახე, არ შევდივარ იმ ტრანსცენდენტულ მომენტში, ალბათ იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აი სუფთა ევოლუციურად და მეცნიერულად აი ძალიან მშრალად რომ მივუდგე, თითოეულ ეგეთი მომენტია, რომ რაღაცა სხვა ამოცანის ამოსახსნად შექმნილი ტვინი აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ აი ეს ფანტასტიკური იდეა საყოველთაო სიყვარულის და იდეა კი არა აუცილებლობა. ხო, მაგრამ ეს აუცილებლობა იმიტომ რომ ბევრი აუცილებლობაა, რომელიც ჩვენ ვერ მივიღეთ. მაგრამ ისევ ამაზე რომ ვლაპარაკობთ, ხო, უამრავი აუცილებლობა, მაგრამ იმას ხო ვერ ვიაზრებთ. და ეს რაღაცნაირად უცებ შევითვისეთ. უცებ ამინ კოსმოლოგიურ მასშტაბზე. მილიონი წლის შემდეგ. კოსმოლოგიურ მასშტაბზე, ხო. და ხო ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი შემადგენელი, ერთ-ერთი უდიდესი შემადგენელი და ძალიან მაგარია რომ ამისთვის ჩვენ მზად აღმოჩნდით კაცობრიობა. იმიტომ რომ შეიძლება და ყოფილიყო ახლა არ არის გამოცხული, შეიძლება არსებობენ რაღაც ცივილიზაციები, რომელთაც არ აქვს ეგეთი რამე. იმიტომ რომ ახლა ცხოველთა სამყაროში არიან რაღაცა ძალიან იზოლირებული არიან სახეობები, რომლებიც არ არიან სოციალურები. რა თქმა უნდა, ამას ეს სჭირდება ისევ მოაზროვნე არსებას, რომელიც სოციალურია. კი ბატონო. თუ არსება არ არის სოციალური და ახლა იზოლირებული ცხოვრობს საფრთხეობა არ არის. იქ საყოველთაო სიყვარული იმისთვის რა არის? ვერც გაიგებ რას ნიშნავს, ხო? და აქ ხო, ასეთ შემთხვევაში ძალიან მაგარია, რომ ჩვენ ეს გვაქვს. და იმედია არ დავკარგავთ. კაცობრიობა. ხო, ეს საფრთხე რა თქმა უნდა არის რა. ამების გამო დიდი საფრთხეა რომ დაკარგო ეს განცდა. კი, რა თქმა უნდა. ქრისტიანობა იმისათვის რომ ეს შეენარჩუნებინა, რომ არ დაკარგულიყო. ქრისტიანობამ თეოლოგიური პერსპექტივიდან დაინახა, რომ ღმერთი არის თვითონ სიყვარული. და რა კი სიყვარულით არის ადამიანის შექმნილი, მას აქვს მოვალეობა ეს სიყვარული მიიღოს და გასცეს. იუდაიზმში ღმერთი ასოცირებულია პირდაპირ არა სიყვარულთან, არამედ ხესედთან, რომელიც არის სამართლიანობასთან დაკავშირებული. ღმერთი სამართლიანი არის. მაგრამ ეს განსხვავებული ასპექტია, წახნაგი არის ტრანსცენდენტული საქმის. ისლამში აქცენტი გაკეთდა მოწყალე ემპათიაზე. და მუსლიმი დღეში მილიონჯერ იძახით მოწყალე და მწყალობელი ღმერთის სახელით. ბისმილლაჰი რაჰმანი რაჰიმ. მაგრამ ეს ყველაფერი ერთის განსხვავებული პერსპექტივებია რეალურად. შეიძლება ერთ შემთხვევაში ამას ერქვას სიყვარული, მეორე შემთხვევაში ამას ერქვას მოწყალება, სამართლიანობა. ეს არის კომპონენტი იუდეო-ქრისტიანული მონოთეისტური აღქმისა ღმერთის შესახებ. საბედნიეროდ სამივე რელიგია იძახის, რომ ჩვენ კი ვიძახით, რომ ღმერთი არის სიყვარული, ჩვენ კი ვიძახით, რომ ღმერთი არის მოწყალება და სამართლიანობა. მაგრამ ჩვენ არ ვიძახით, რომ ჩვენ სულად გვესმის ტრანსცენდენტული. და ეს არის მე მგონი გენიალური. აი ეს ამისი განცდა, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მაგარია. აი ეს ალბათ ეს ის მომენტია, სადაც მეცნიერული ცოტა მშრალად ჟღერს ის რომ ღმერთი არის სიყვარული, ეს გიგანტური ის არის რა ქვია. ეს იმდენად გიგანტური რაღაცაა, რომ ხა ძნელია რომ მაგას რაღაცა შეუქმნა საპირწონე ამ რასაც მე ვეცადე თორე ის ხო, ემასე ლაპარაკ განსხვავებულ ეს ხო პერსონალით არის გადმოცემული არა ქრისტიანული საფუძველი და ამ შემთხვევაში სწორედ ეს სიტყვა არის ნახსენები, აგაპე. ღმერთი არის უპირობო სიყვარული. თავად. კიდე გქონდა ერთი ხო, რომელიც აი ეს ამაგონი. ხო, ჭეშმარიტება
ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია. ეს ციტირება მე მგონი მამარდაშვილის ესეთი ფორმით თქვა მართლა? ალბათ არა. რაღაცა არა. არ მახსოვს, მაგრამ მოდით ეს ფორმა ავიღოთ, არა აქვს მნიშვნელობა. ნუ, ეხლა ეს კიდევ ვიძახი, მე ასე ვთქვათ, სხვადასხვა პერსპექტივიდან მიუდგები, ხო? ეხლა, როდესაც არის ლაბარაკი ჭეშმარიტებაზე და კონტექსტი უნდა გავსაზღვროთ. ანუ აუცილებელია გავსაზღვროთ რა კონტექსტში ხდება ამის გამოთქმით. ეხლა ეს მილიონაირად შეიძლება დააყენო და რაღაც მომენტში ეს გამონათქვამი შეიძლება აბსურდის გამოჩნდეს, იმიტომ რომ ხა ჭეშმარიტება არის ის, რაც არის მოცემულობა, საყოველთაო მოცემულობა, ნუ ჩვენ მეცნიერება, სხვა შორის ეს მე მგონი საყოველთაო კაცობრიობის საერთო ის არის, მიუხედავად მეცნიერებისა თუ რელიგიისა, რომ ჩვენ თulit რო არსებობს ჭეშმარიტება და ის ერთადერთია. მეცნიერული მიდგომა მაგაზე არ დაფუძნებული. ანუ ჩვენ ვიძახით რომ შეიძლება გზები მისვლის იყოს სხვადასხვა ამ ჭეშმარიტებამდე, მაგრამ არსებობს რაღაცა ჭეშმარიტება, რაღაც რეალობის და კანონების სახით და ის ერთადერთია. ის არ ექვემდებარება რაღაცა გემოვნებას ან და ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ის გავიგოთ. ეხლა რა თქმა უნდა ესეთ მოცემულობაში ის არის აბსოლუტი. ანუ ჭეშმარიტება არის აბსოლუტი, ხო 2 × 2 4-ია, ნუ რაღაც გარკვეული აქსიომების შემდეგ რაღაცა გამოდის, ფიზიკის კანონების ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ეხლა ეს გამონათქვამი ალბათ მაგ კონტექსტში არ არის დასმული, იმიტომ რომ ეხლა ჭეშმარიტება არის თავისთავად არსებული და სამშობლო არის ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ბევრი ადამიანისთვის, ბევრი ადამიანის საერთოდ პიროვნული და ყველაფერი. ეხლა არსებობს სამშობლოს ცნება, რომელიც შეიძლება სხვა ადამიანს ჰქონდეს სხვადასხვანაირად განსაზღვრული, რაღაცნაირად ჩამოყალიბებული, მაგრამ ესეთივე კომპლექსური რაღაცაა. ეს არის რაღაცა მთელი კომპლექსი, რაღაცა შეგრძნებების, ბავშვობის, რაღაცა მშობლიური იმის განცდის და ასე შემდეგ. და მე გააზრების, რაღაცა ისტორიული როლის, ასე მისიის და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა ესეთნაირად დასმული სუბთა მეცნიერულად, რა თქმა უნდა, ეს კითხვა ანუ არც ერთი ერთმანეთზე მეტი არ არის. ანუ ჭეშმარიტება არის საყოველთაო მოცემულობა, რომელიც ვცდილობთ რომ გავიგოთ და სამშობლო ეს არის ჩვენი განუყოფელი და ძალიან ხო, ჩვენი იდენტობა, ხო. მაგრამ რა თქმა უნდა ესეც სუბიექტურია ხა, შეიძლება ადამიანი იყოს, რომელიც თავს განიხილავს რაღაცა უფრო პლანეტის ადამიანად. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს სხვადასხვა. მე ჩემთავს განვიხილავ, რომ რაღაცნაირად პლანეტის წარმომადგენელიც ვარ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე სამშობლო არ არის. ასე რომ არსებობს სამშობლოს ცნება, რომელიც არის განსაზღვრული ცნება და შესაბამისად ეხლა მან კითხვა შეიძლება დაისვას სხვა კონტექსტით, მაგრამ ეს უკვე არის სოციალური საკითხი. ეს არის საკითხი თუ მაგალითად ადამიანი სვავს კითხვას რაღაცა კატაკლიზმის ან კატასტროფის დროს შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა დროებით ჭეშმარიტება უარყოს და რაღაცის გამო, რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაცა მოტივით, სამშობლოს გადარჩენის მოტივით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს დათმოს. ეხლა რა ვიცი, ჩემი აზრია რომ როგორც წესი ეგრე არ ხდება. როგორც წესი, როდესაც შენ გადაწყვიტავ რომ რაღაცის გამო, რომელიც არის უფრო მნიშვნელოვანი და იმას არ ქმევ, შენ არ ქმევ ეს, თორე სიამდვილეში ეგრე კი არ არის. შენ მზად ხარ რომ ჭეშმარიტება დააკნინო, ან შეცვალო, ან ფალსიფიცირება გაუკეთო, ის უარეს პრობლემას მოიტანს. როგორც წესი მე არ ვიცნობ მაგალითს, როდესაც რაღაცნაირად შენ შეიძლება რომ მოდი მე დროებით ჭეშმარიტებას გვერდზე გადავდებ. ეხლა აი ეს ამ მოსახვეს გავივლი და მე ამ ჭეშმარიტებას აღვადგენ. ეს კონფორმიზმის ლოგიკა. რა თქმა უნდა, ვეღარ აღადგენ. როგორც წესი, ერთი კომპრომისი, როდესაც შენ ჭეშმარიტებას ან მალავ, ან ფარავ, ან უარყოფ, იმას მოაქვს მეორე, მესამე და ეს უკვე არის დაღმა, ეს არის დაღმასვლა. ასე რომ მე მგონია რომ საკითხი ეგრეთ საერთოდ არ უნდა დაისვას. ჭეშმარიტება ეს არის აბსოლუტური და არასოდეს ჭეშმარიტებას კომპრომისი არ უნდა გაგეცეს. კი ბატონო. ყოველთვის თუ დაგთავრდება ეგ ამბავი. ის ვინც
კომპრომისს აკეთებს, თუნდაც ასეთი ღირსეული მოტივებით, რომ მე დროებით უნდა კომპრომისზე წავიდე. ეს ალბათ სინამდვილეში მე ასე მგონია, რომ უფრო ეს არის კონფორმიზმის პოზიცია, რომ მე ამას კი ვაკეთებ, ვიცი კარგი არ არის, მაგრამ ამას უფრო მეტი სიკეთე უნდა მოხვეს, მაგრამ ასე არ არის. და ეხლა როცა თქვენ საუბრობთ და გიყურს გიგდებით არა, ჩემს გონების ეკრანზე აი რამდენიმე სურათი გამოჩნდა. ერთი imagine მე ვარ რუსი მღვდელი მოსკოვში ან ფსკოვში ან სადღაც ჯანდაბაში. მე ვიცი ჭეშმარიტება რა არის. მე ვიცი რომ ჭეშმარიტება შეუძლებელია დაკავშირებული იყოს ადამიანის კლასთან. უდანაშაულო ადამიანების განწილვასთან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ყველაფრის გაყოფასთან. მაგრამ მე თუ ვაგრძელებ ისევ მღვდლობას, როდესაც ჩემი ინსტიტუცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, ხარს უჭერს უსამართლობას, მე მგონი ასეთი კომპრომისი არავის არ ჭირდება. არც ღმერთს არ ჭირდება, არც ადამიანს არ ჭირდება. მე მესმის, რომ ეს მოითხოვს გაბედულებას, არა, გერმანიაში დიტრიხ ბონჰოფერი არა და ის ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა მესამე რაიხის იდეოლოგიას. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ჭეშმარიტება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სამშობლო არ უყვარდათ. არა, პირიქით. პირიქით სამშობლო რო გიყვარს, მაშინ ახარ ჭეშმარიტების ერთგული. და შეუძლებელია რომ სამშობლო და ჭეშმარიტება კონფლიქტში იყოს ერთმანეთთან, სრულებით გეთანხმებით. ამიტომ ჭეშმარიტების ხარეზე დგომა არის პრიორიტეტი ჩემთვის. იმიტომ რომ ეს პრიორიტეტი მე მომყოფებს ჩემს სამშობლოსთან და ჩემს სამშობლოში, მაშინაც ვკროთ, როცა ჩემს სამშობლოში არა ვარ. და ეს არის პერსპექტივა. და რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავთავაზოთ, რომ ჭეშმარიტება არის გზამკვლევი, რომელმაც მე უნდა გამათავისუფლოს ტომობრიობისაგან. მესმის, რომ იყო დრო, როცა ტომება ცხოვრობდი და ტომი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. მაგრამ ახლა ამის გააზრება არის და ის ყველაფერზე თქვენ საუბრობთ, არის ამისი ძახილი არის, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ტომებად ვიცხოვროთ. ჩვენ ვართ ერთი დიდი ტომი. თუ ტომი ვართ, ერთი დიდი ტომი ვართ. შიგარეს განსხვავებული, ისე როგორც ჩემ ოჯახში 4 ვართ, დედმამის შვილები, 4 ძალიან განსხვავებულები ვართ ერთმანეთთან, ჩვენ ვიცით, რომ ერთი ოჯახი ვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის განცდა, კოსმოპოლიტობის განცდა, არ ნიშნავს იმას, რომ შენ სამშობლოზე ვარ სიძახი. პირიქით, შენი სამშობლოს გამო ხარ ამ კოსმოპოლიტური ერთობის ნაწილი და ამით ამდიდრებ იმ ერთობას. და ეს საფრთხე როგორც მოიაზრებოდა წინათ დიდი ხანი, ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველას დროს იყო ეს ამაზე მსჯელობა, პატრიოტიზმი თუ კოსმოპოლიტიზმი, რა. ეს მე მგონი ძალიან მარტივად დასანახი და მარტივად გადასაწყისი საკითხია. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ ყველამ უნდა ვიყოთ ერთი ოჯახი, მიუხედავად იმ განსხვავებულობისა, რომელიც ჩვენ აქვთ. შეიძლება რაღაც ასე ვთქვათ, რომ დავამატოსავით. აი თქვენ ახსენეთ ეს სიტუაცია, როდესაც არის რაღაცა არჩევანი. ხო, არჩევანი არის და ხო, აი ეს ადამიანების ქცევა, აი ესეთ სიტუაციაში, როდესაც ერთის მხრივ არის რაღაცა მათ შინაგანად აქვთ რაღაც ინტუიციის დონეზე მაინც ეს ჭეშმარიტების განცდა და შემდეგ არის ნახი, გარეგანის ნახი, უამრავ რაღაცასთან გადაჯაჭვული. მე რაღაცნაირად მაინც ადამიანი ძალიან ჩვენ ადამიანები ხო მაინც ვართ სუსტები რაღაც ძალიან სუსტებიც ვართ. აი და განსაკუთრებით ვარ სუსტები აი ესეთი რაღაცა იერარქიული სიტუაციის მიმართებაში. ესე იგი ადამიანმა რომელსაც შეიძლება აი ცალკე აღებული რაღაცა იმაზე ბრძოლის ველზე რომ დააყენო, იქ შეიძლება სასწაულები გაეკეთებინა და თავის შეწიროს, მაგრამ როდესაც ხდება აი ესეთ რაღაც იერარქიულ სისტემის წნეხში, იქ შეიძლება საერთოდ განადგურდეს.
აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ, აი ძალიან ხშირად მეც მომისმენია და არის ხო ეს აი სტალინური, როდესაც იყო რეპრესიები, ხო, აი საბჭოთა კავშირის როდესაც აი მაგალითად ხალხს ანადგურებდნენ პირდაპირ გაგებით, ხო? და ამ დროს კრებები მაგალითად რაღაცა და რა ვიცი, რა ვიღოთ, წერალთა კავშირში მაგალითად. კი ბატონო. იქნება კრება იყო, სადაც ვიღაცას გმობდნენ. კი ბატონო. სხვა დაწესებულებებშიც იწერებოდა რაღაცა ეგრეთ წოდებული დანოსები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ, მაინც მე ვთვლი რომ ასე იგი ჩვენ ყველანი ვართ რაღაცნაირად აი მეცნიერულად რომ მივუდგე რაღაცა ნებისმიერი თვისებით ვართ რაღაცა განაწილების პიკი ესეთი ის არის თქვა გაუსის განაწილება რო ავიღოთ ყველაზე ესეთი რომელსაც აი რაღაცა პიკი აქვს და ესე იგი ძირითადი ადამიანების მასა ვართ აქ და ამ გაუსის კუდებზე არიან განსაკუთრებული ადამიანები ესე იგი ან შეიძლება იყოს განსაკუთრებული ერთის მიმართულებითაც მეორე მიმართულებით ასე որ აბსოლუტური არაფერი არ არსებობს ხო ეხლა ძირითადად ეს გაუსის განაწილება რო აიღოთ თქვენ ხომ ძირითადი ადამიანები ვართ აი ის ვინც ვართ აი ამ პიკთან ახლოს აი ძირითადად არა ვართ ცუდი ხალხი ხო ესე იგი სტატისტიკურად ადამიანები არა ვართ ცუდი ხალხი ხა ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად რომ წავიდეს და დაწეროს დანოსი რომ ვიღაცა დაახრეტინოს კი რა თქმა უნდა ვიღაცები იქნებიან ვისაც მოუვა ეს თავში მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს ეგეთი რაღაცები ყოველ შემთხვევაში მოწოდებული ისე რომ ეს ხდებოდა მასობრივად და რა ხდებოდა ხო და რა ხდებოდა მაგრამ მან ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ეს არ არის უბრალოდ ადამიანი რომელსაც ვთქვა რომ ეხლა მე ხვალ ვიღაცას დავახრეტინებ და მოდი მე მას წერილს დავწერ და ესენი არიან ადამიანები რომლებიც ჩაყენებულია ყველაზე აი ესეთი ბოროტი თუ რა ვიცი რა იყო რაც ბანკ სისტემა მოიგონა ერთ-ერთი მეთოდი ეს იყო კვოტები ანუ კვოტა რას ნიშნავს აი ჩვენ ვართ რაღაც დაწესებულებაში ხო თქვათ 100 ადამიანი მუშაობთ და შემოვიდა დირექტივა რომ 100-დან 20 უნდა დაიხრიტოს ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ 100-ვე რა დონის წნეხის ქვეშ ვართ მე და თქვენ თქვათ ვართ ძალიან მეგობრული ერთმანეთით გამარჯვებას ვეუბნებით იქით-აქეთ ესე იგი როგორც კი ეს ვიღაცამ გამოაცხადა რომ ეს იქნება კვოტები და 20 ადამიანი უნდა დაიხრიტოს მე ვიწყებ ფიქრს ხო ვინ არა მე ვიწყებ ფიქრს ხო მე ვიწყებ ფიქრს რომ ქვეცნობიერად მე ჩემ თავს ამაზე შეიძლება არც გამოუტყდე მაგრამ ქვეცნობიერად ვიწყებ ფიქრს რანაირად გადავრჩე ხო და შემდეგ ვიწყებ ფიქრს რომ აი ეს ადამიანი მაგალითად კი მხვდება და მიცინის მაგრამ მე მგონი რაღაცა ჩემზე ცუც ფიქრობს ეს მიდის ეს სიგიჟე მიდის დღე და ღამე თქვენ ცდილობთ რომ თქვენი თავი დაარწმუნოთ რომ დანარჩენები არიან ყველანი თქვენზე ბოროტი და შესაბამისად რაღა ისინი დაიხრიტონ რაღა თქვენ დაიხრიტოთ ჯობია ვიღაცას და ეს არის სრული განადგურება ადამიანის იმიტომ რომ ეს არა მარტო ის რომ ეს ადამიანი უბრალოდ რაღაცნაირად ბოროტია და არა ეს ადამიანი ჩააყენეს სიტუაციაში როდესაც მან თავი დაარწმუნა რომ ეს ბოროტება არის კარგი და შემდეგ ამას მიყვება ხო და ეხლა ამიტომ ეს რა თქმა უნდა ხა ადამიანს ყველას ჩვენი პასუხისგებლობა გვაქვს მაგრამ აი თვითონ აი ესეთი რეჟიმების ბოროტება რაშია რომ აი ესეთ სიტუაციაში აყენებენ ადამიანებს ყველა მსხვერპლია ხო ყველა მსხვერპლია და მე თითქოს რაღაცა კიდევ ვიძახი რა თქმა უნდა არიან გამონაკლისები ან გაუსწრებელები რომლებიც დიდი სიამოვნებით ხალხსაც ხრიტავდნენ და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ ამ საქმეს მაგრამ აი რაღაცა ეხლა რა თქმა უნდა იგივე მადლობა გონს ჯერჯერობით იგივე ის არ არის აი თქვენ ახსენეთ რაღაც სისტემა მაგრამ ესეც ნაირსახეობაა ესეთი ტიპის წნეხის, როდესაც და ამიტომ ხო, ეს არის უბედურება, როდესაც ადამიანი ჩაყენებულია ესეთ წნეხში, მე ცდილობს თავის თავში შეცვალოს ჭეშმარიტება რა არის. კი ბატონო. და ალბათ მე ადამიანი თავის თავს არწმუნებს, რომ არა, შეიძლება ჭეშმარიტება სიამთვილეში ეს არის, რომ არც ესეც არ არის, რომ ეხლა ის ხალხი არაფერს არ იმსახურებს. ერთი-ორი ბალისტიკური რაკეტა კარგია, იმიტომ რომ ეხლა კი ვიღაცა დაიღუპება მართალია, მაგრამ აი მომავლისთვის და აი ეს რაღაც ეგეთები. ანუ აი ამ სიგიჟეში ვართ ჩასმული, აი ამ იერარქიული სტრუქტურების და აი ამათ მიერ. და ეს არის კიდევ უარესი ვიდრე ადამიანის კონფორმიზმი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის შინაგანი განადგურება. როდესაც შენ იმას უცვლი
ჭეშმარიტების ცნებას, ის თავის თავს ირწმუნებს, რომ ჭეშმარიტების მხარეს არის. კი ბატონო. აი მე ამას უყურებ რელიგიურ პერსპექტივიდან, რადგან რელიგიურ პერსპექტივის მიხედვით შენ ხარ ვიღაცის მოწაფე. და თუ ჩვენ ავიღებთ ქრისტიანობას, რაკია ამ კულტურაში ვართ, ქრისტიანისათვის ქრისტეს მოწაფეობა გულისხმობს ერთგულებას თავისი მასწავლებლის, რომელსაც აღიქმებს როგორც ჭეშმარიტების წყაროს, სიყვარულის წყაროს, სამართლიანობის წყაროს. ამ შემთხვევაში მე ველი, რომ ადამიანი ერთგული დარჩება თავის მასწავლებლისა, რომელშიც ის ჯამაგირს იღებს. და ეს ძალიან ბევრ რამეს აზიანებს. ადამიანის ფსიქიკას აზიანებს, რა თქმა უნდა. სასურველ პირ ვეღარ იქ ამის შემდეგ, როდესაც ასეთ კომპრომისზე მიდიხარ, შინაგანად რა თქმა უნდა იცი, რომ შენ ის აღარ ხარ, ყალბი ხარ. მაგრამ იმის გამო რომ ანგარიში უნდა გაუწიო იერარქიას, ანგარიში უნდა გაუწიო ინსტიტუციას, ანგარიში უნდა გაუწიო საკუთარ ოჯახს, რომელიც შენ არჩენ. იძულებული ხარ რომ დაიხიო მოწაფეობიდან. და ეს არის ძალიან დასანა. მე ამას ამიტომ არ ვიძახი რომ ტრაგედია. ხო, ტრაგედიაა რა თქმა უნდა. უზარმაზარი პერსონალური ტრაგედია. რა თქმა უნდა. მე ვადექით მე დიდ კითხვას, დიდ რა ქვია, დიდ პარადს. After you. მე გავხსნა. უი. 2026. თქვენ დაიწყებთ თუ? მე გამიჭირდება მოლოდინებზე ლაპარაკი. აბსოლუტურად. მაგრამ მე შემიძლია სრულებზე ლაპარაკი. კი ბატონო. რა მინდა რომ ამ 2026 წელს მოხდეს. რომ სიგიჟე მოიკლოს ცოტათი მაინც. საღმა აზრმა გაიმარჯოს. ცოტათი მაინც. თავისუფლებას მოესპოს საფრთხე. ადამიანის ღირსების შელახვა შეწყდეს. მშვიდობას მიეცეს გასაგანი ჩვენს რეგიონში, მთელ მსოფლიოში. და ადამიანმა იგრძნოს თავი როგორც ამ უმშვენიერესი პლანეტის შულმა, რომელსაც აქვს უფლებები ისარგებლოს ამ მშვენიერებით, იზეიმოს ეს სილამაზე. მაგრამ ამავდროულად კონდეს პასუხისმგებლობის განცდა, რომ ეს სილამაზე დარჩეს და გადარჩეს. ფანტასტიკური სურვილები. და სრულიად ვერთები. რა ვიცი რა დავამატო. ანუ რა თქმა უნდა აქ ანუ ესე გავიგეთ ჩვენ რომ ეს კითხვა არის უფრო გლობალური მასშტაბის სურვილები და არა რაღაც თორე რა თქმა უნდა პირადი სურვილებიც ბევრია ადამიანს. ო, ნუ რაც კი, ანუ ეს საღიაზრის გამყარება და საღიასთან დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ კაცობრიობას ქონია სიტუაციები, როდესაც შევიდა პერიოდში შუა საუკუნეები მაგალითად, როდესაც საღიაზრი თითქოს გაქრა, ხო, თუ დაიმალა სადღაც ანკლავებში. სხვათა შორის ტექნოლოგიები ვითარდებოდა. ანუ ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი. ის რომ შენ ბალისტიკურ რაკეტებს ან ვითარებ და კარგად დაფრინავენ. თითქოს ერთის მხრივ პარადოქსულია, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც ამ ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობს, იმას საღიაზრი ჭირდება, რომ ეხლა ის ინჟინერული გადაწყვეტა იპოვოს, მაგრამ ის ვერ ქმნის ამით. ანუ და პარალელურად ალქაჯებს დაძდევდნენ, ხო? და ნუ რა ვიცი 1000 რაღაც ეგეთი. ამიტომ ეგ აბსოლუტურად რეალურია. ეს აბსოლუტურად რეალურია, რომ ჩვენ შევიდეთ აი ესეთი რაღაცა ტიპის რაღაცა ზოლში, როდესაც საღიაზრი რაღაცნაირად გვერდზე გადაიწევს. აი ერთი შეხედვით ამას ჩვენ ვერ შევამჩნევთ, იმიტომ რომ ტექნოლოგიები გამვითარდება მაგრამ მე ეს კიდევ უარეს კატასტროფას მოიტანს. ამიტომ კი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი თქვენ რაც ჩამოთვალეთ ეს
სურვილები და რა თქმა უნდა ეს უბედურება რაღაცა ადამიანების სასაკლაო, რომელიც 26 საუკუნეში გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა სამწუხაროდ ამ ერთ კვირაში არაფერი არ დამთავრდება. ეს არის კატასტროფა. იმედმა უნდა გაიმარჯოს, სინათლემ უნდა გაიმარჯოს. ეს რაც მე მჯერა, ეს ძალიან პერსონალურ ამას ვიძახი რომ მე არ მაქვს პრეტენზია ამის მეცნიერულ ახსნაზე. უბრალოდ ის რაც შინა განათა მაქვს, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეს. ეგ აბსოლუტურად ძალიან აუცილებელი კომპონენტია. კიდევ იგივე იმ ბავშვსაც რო დაუბრუნდეთ, თუნდაც ამ პლანეტარულ დონეზე რო წავიდეთ, სამყაროს დონეზე რო წავიდეთ, იქაც ადამიანს იმის გამო რომ ჩვენ აი ამ ხელა სიბნელეში გვიწევს მოძრაობა და ნავიგაცია და სიბნელეში ჩვენ გვსირდება რეფერენს პოინტები, ანუ რა ქვია, საყრდენი წერტილები. და რა თქმა უნდა ეს წმენა ერთ-ერთი საყრდენი წერტილია. და წმენა იმისი, წმენა რა აბსტრაქტულად კი არა, წმენა იმის, აი რაც თქვენ თქვით რომ არსებობს ჭეშმარიტება, რომ არის და რომ სიკეთე გაიმარჯვებს. და ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ადამიანს ეს სჭირდება როგორც საყრდენი. სხვანაირად იგივე იმისთვისაც რომ მეცნიერული პროგრესი გააკეთოს, ეს საყრდენი აუცილებელია. და ამიტომ რა თქმა უნდა, ეგ მაგაზე უარის თქმა ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იქნება. ჩვენ რაღაც გააზრებულად რომ ვთქვა უარი რომ არა ეს ყველაფერი სისულელეა. მოდი ამას ეს არის ფუჭი იმედები. არა რა თქმა უნდა. მადლობა სერ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. იმედია ჩვენ ბილიკები ოდესმე კიდევ გადაგვეთავს. იმედია. დაახლოებით იმას ველოდი, რაც იყო. თქვენი ოპონენტი პირველად შეხვდით, ოპონენტს ახლა თქვათ ხო? არა, რა ოპონენტი, არა ვარ. არა, ეს ხო, ეს საუბარი იყო უბრალოდ, რაფერი. მას რა შთაბეჭდილება დაგვრჩათ, რა კი პირველად შეხვდით მაინც. ფანტასტიკური. საინტერესო, ესეთ ფორმატში არ ყოფილა არასდროს, რაღაცა ექსპერიმენტია, გასაგებია, მაგრამ ხო. არა, მე ფანტასტიკური, მაგრამ სხვა მხრივ ახლა მე რა შთაბეჭდილება დავტოვე, ეგ არ ვიცი. ჩემი კოლეგა, რა ქვია, ამ მაგიძაზე არის ძალიან დიდი მეცნიერი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შეიძლება იყოს ძალიან დიდი მეცნიერი, მაგრამ ეს არაფერს არ შეიძლება. ეს არის ძალიან კარგი ადამიანი. და კარგ ადამიანთან ურთიერთობა ახალ წლის წინ ძალიან კარგი აზრია. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.